საღამომშვიდობის. Salami. კარგით, მოდი თუ გადავიდეთ, დავიწყოთ. ერთად დავუფრთხოთ ანგელოზები ბაზარს, რა ხდება, ვნახოთ, გავიაროთ ამ მდგომარეობაა. პატარა მონახაზი გავაკეთოთ, შევხედოთ. ვინც დღეს პირველად ხართ და გინდათ რომ გქონდეთ ინფორმაცია და გამოგრჩებათ ხოლმე, შესაძლებელია ჩატში ჩავაგდებ აქვე Zoom-ში და ეს იქნება ჩვენი Discord-ის ლინკი და შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და ემატოთ და იყოთ ჩვენი გუნდის წევრები. მიდერ ჩავაგდე, ეს Discord-ის ლინკია, გქონდეთ. ასევე ძალამით, ვისაც არ გაქვთ რეგისტრაცია, შეგიძლიათ გადახვიდეთ ინვესტმენტის თავარ გვერდზე. სახელი გვარი შეიყვანოთ ინფორმაცია, მოვნიშნოთ თქვენთვის საჭიროა, თქვენთვის საინტერესო ბულები. ჩვენ ამით მივიღებთ ინფორმაცია და იმეილით გვექნება დამატებით ურთიერთობა თქვენთან, ვისაც ეს მხარეც უფრო გიადვილდებათ. პირველ რიგში დავიწყოთ, რანაირად შევეცდები მოვიხილო, გავიარო რა ხდება ბაზარზე, რა მდგომარეობაა, გეტყვით იმას, რომ მე ვხედავ აქ, რომ არის სახელები, ვისაც არ ქონია ჩვენს მუშაობასთან ახლო შეხება, ჩვენი გუნდის მუშაობასთან ახლო შეხება. გეტყვით იმას, რომ ისაც ბაზარზე ხდება, აბსოლუტურად ვიცოდით, აბსოლუტურად იყო გაწერილი სრული პროგრამა. სრული მიმართულება, ამაში გუნდის წევრები დამეთანხმებიან და დღეს ზუსტად ბაზრის გახსნასთან ერთად ჩვენ მოვედით იმ ჩვენ პირველად ნიშნულამდე, სადაც გეგმავდით მოსვლას 4900-4800 მიზანი, პირველადი მიზანი არის ISM მიღწეული, რომელიც, შეიძლება ითქვას, ოდნავ ჩქარა მოხდა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ISS, როგორც მოგეხსენებათ, არის S&P 500 ფიუჩერსი, ან SPY იგივე არ აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად, ეს ვარდნა მივიღეთ, საკმაოდ აგრესიულია, საკმაოდ შარფია, ძალიან ბევრი მონაკვეთი გადის აქ და საკმაოდ მოსალოდნელი იყო მისი ეს ვარდნა. გვაქვს ძირითადი შემცვლელი წერტილი განსაზღვრული, ანუ პირველად პოზიციებს სავარაუდოდ ინვესტმენტის გვერდი, ინვესტმენტის ჯგუფი დაიწყებს ხვალიდან, იმიტომ რომ შევეცდებით, რომ მზად ვიყოთ კონკრეტული სიტუაციისთვის, ISM მივიღეთ ვარდნა, რომელიც მე ვიტყოდი ალბათ, რომ ყველაზე მოსალოდნელი ვარდნა იყო ის, რაც მინახია ჩემი 8 წლიანი გამოცდილებიდან, ანუ ის ვარდნა, ის შედეგი იმ ტარიფების თუ იმ არაპროგნოზირებადი პოლიტიკური სიტუაციის, ასევე ბაზრის გადაყიდულობის პირველ რიგში, ანუ ბაზარზე როგორც მოგეხსენებათ, ჯერ დგება ბაზარი გვეუბნება ყოველთვის იმას, რომ რაღაც უნდა მოხდეს, ზუსტად იგივე ტიპის დისტრიბუციული ფაზა გქონდა ზევით, ჩვენ აი აქ მაღლა მიმართულებით, სადაც უყურებდით და ძალიან კარგად ვიცოდით შუალედური წერტილის ტესტის შემდგომ, როგორც განვითარდა მდგომარეობა და დავბრუნდებით სავარაუდოდ აკუმულაციის ფაზაში, ტრენდული მოძრაობის შემდგომ. მესმის ცოტათი შარფია, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი არის მოსალოდნელი. როგორც მოგიხსენებათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ბაზარი აბსოლუტურად მოყავდა Max 7-ს, ეგრეთ წოდებულ ბრწყინვალე 7-ულს, შესაბამისად, ბაზარი ცოცხალი ორგანიზმია, მას სჭირდება თითოეული სექტორი იყოს და მუშაობდეს ერთი მიმართულებით. ამიტომ, როდესაც დარღვეული იყო კანონზომიერება თვითონ გვეუბნებოდა, რომ რაღაც ისე არ იყო და სხვადასხვა ინდექსებში ჩვენ ამას ვნახავთ. აქ ზედმეტი რაღაც განსაკუთრებული ანალიტიკა არ ჭირდებოდა იმას, ანუ ჩვენი გუნდი მუშაობით ორი პარალელური უბრალოდ იმპულსის შესაბამისად ვარდნა 20-20-ის და იმპულსი 20-22-მდე, ასევე ვარდნა 20-22-ის და იმპულსი 20-25-მდე არის აბსოლუტურად იდენტური, აბსოლუტურად ერთი და იგივე სიმაღლის, შესაბამისად თუ იმპულსებს შევადარებთ და პარალელურებს გადავიტანთ, ჩვენმა გუნდმა სულ მცირე რაც გააკეთა, ეს იყო აბსოლუტურად მაკორექტირებელი ხაზის გადმოტანა, რომელიც ერთ-ერთში აჯდება ზუსტად იმ წერტილს, სადაც დღეს გითხარით, ანუ აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ფაზა, ვარდნა სადამდე გაგრძელდება, ამას უკვე უშუალოდ ნახავთ. რაც შეეხება მოცულობებს, ჯერ დღე ეხლა გაიხსნა, ანუ ამ წუთისთვის გაიხსნა, საკმაოდ მაღალია, ძალიან წააგავს კაპიტულაციის მოცულობას. შესაბამისად, ნახოთ ხვალ რა გაგრძელება იქნება, უკვე დრო აქვს, რომ აქ იპოვოს კონკრეტული წერტილი და მოგცეს უკუღმა მოძრაობა, ანუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ აქ არის რამოდენიმე ტიპის ფორმაცია, რასაც ჩვენ ველოდებოდით და უყურებდით აუცილებლად. ეს არის ერთადერთი საკითხი, რაც არის გასარკვევი აქ ამ ტალღაში, ეს არის, რომ ეს არის დროებითი ჩვეულებრივი A, B, C ტიპის კორექცია, რაც დაამთავრებს ბაზრის მოძრაობას და ისევ წავალთ all time high-ზე,
თუ აქ დამთავრდა ის გლობალური 3 და ჩვენ მივდივართ, ანუ შესაბამისად A ფაზა იქნება გაცილებით აგრესიული, შემდგომ B და მერე C, რომელიც დაგვაბრუნებს საკმაოდ ქვედა ნიშნულებზე, მინიმუმ 22-ის, სავარაუდოდ 20-20-ის ნიშნულებთანაც კი. რაოდენ წარმოუდგენელადაც ეს არ უნდა ჟღერდეს ყველასთვის და გარანტიას გაძლევთ, რომ აბსოლუტურად ეს რაღაცები შესაძლებელია. მე ბაზარზე ყველაფერს ვჯერა, ყველაფერი არის მოსალოდნელი, მაგრამ იმიტომ რომ ეს არის ტექნიკური კორექცია, პრეზიდენტის ახირებებიდან ვერ ვიტყოდი, ალბათ საჭიროებებიდან გამომდინარე, ვნახოთ რა მოძრაობა ექნება. როგორც ვიცით, ჩვენ ბაზარზე NASDAQ-ი ყოველთვის არის ლიდერი, როგორც ზევით, ასევე ქვევით. შესაბამისად, NASDAQ-ის ფასის ფრაქტალს რომ გადავხედოთ ამ ეტაპზე, NASDAQ-მა ცოტათი დაასრო მოვლენებს და უკვე ჩასულია 2022-ის all-time high ზონაში. შესაბამისად, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვნახოთ რა განვითარება მოყვება, ამაღამ ალბათ სავარაუდოდ თეთრად მოგვიწევს გათენება, იმიტომ რომ ეს წერტილები ასაკრეფია, ეს იყო წერტილები, რასაც მე პირადადად ჩემი გუნდი წელიწადზე მეტი ველოდით. ეს იყო ზუსტად ის კონკრეტული ვარდნა, რაც უნდა მომხდარიყო და ამაში ვიმეორებ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის საშუალება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და ასევე ეხლა რა დაერქმევა და ამ კონკრეტული კრიზისიდან როგორ გამოვალთ მე ეს სემინარზეც ვახსენე, ბოლოს სემინარზე ზოგადად ჩემი პროგრამა, რასაც Facebook-ზე გავდიოდი და ვსვავდი ერთი წუთით. რასაც Facebook-ზე გავდიოდი და გეუბნებოდით, ვამბობდი იმას, რომ იქნება საშუალებები, ანუ ყოველთვის ჭირდება და არის საჭირო ის, რომ დაიბეჭდოს თანხა შესაბამისი მოძრაობისთვის. ამ საპროცენტო განაკვეთით ეს ვერ მოხდებოდა, ამაზე ჩვენ ახლა ცოტა ხანში ვისაუბრებთ, როდესაც მაკროზე გადავალთ უკვე უშუალოდ. მაგრამ საკმაოდ საინტერესო სურათი გველის, ასე რომ ეს არის საშუალებების პერიოდი, შეიძლება ბიზნესით იყოს გამოწვეული, ამ ბაზრის შესყიდვით არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ასევე ჩემს ვიდეოში მარტში გითხარით, რომ ივნისამდე იქნებოდა არესტაბილური მდგომარეობა, ჯერჯერობით მაინც ვრჩები ჩემს იმ კონკრეტულ მონახაზზე, რომ ჩვენ დაახლოებით ივნისი-ივლისის თვემდე თუ მთელი 26 არა, არ გვექნება სახარბიელო ფაზა ინვესტიციებისთვის, მაგრამ შესაბამისად ბაზრის კონტროლი უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ვიცოდეთ სწორად დავიწყოთ, სწორად გამოვიყენოთ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარდნა ჩვენი პირველადი საინვესტიციო პოზიციების დასაყენებლად. ანუ ბაზარზე არის აბსოლუტური პანიკა, სიმართლე გითხრათ. ამდენი წლის განმავლობაში სულ ალბათ რამდენჯერ მაქვს ნანახი ერთნიშნა extreme fear-ი, ამ თუთისთვის 4-ია, ანუ აბსოლუტურად ბაზარი არის განწყობილი უმაღლესი პანიკისკენ, ასევე ამას მიუთითებს შიშის ინდექსი, ვოლატობის ინდექსი VIX-ი, რომელიც ამ ეტაპზე გაფრენილია ჯერჯერობით. ეს ჩვეულებრივი ამბავია, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის ამ კატაკლიზმების დროს. ვიღაც მიკროფონი გაქვთ ჩართული, თუ შეგიძლიათ გამორთოთ, გქონთ. VIX-ი აბსოლუტურად გაფრინდა, ეს მოსალოდნელი იყო, ასევე მაღალი შიშის სინდრომი, ანუ ბაზარზე ჩვენ ამას ვიყენებთ ყოველთვის მეორე მიმართულებით. გადავხედოთ რა შვება put-call ratio, ეს არის ფუთების და ქოლების ერთმანეთთან შეფარდება. როგორც ხედავთ და დავინახავთ ახლა 1.2-ია, ანუ სისტემაში არსებული ქოლების რაოდენობა, ნაკლები ფუთების რაოდენობა ერთ ქოლზე მოდის 1.2. შესაბამისად, ბაზარზე ძალიან მალე, ანუ დღეს ან ხვალ უკვე იქნება ავტომატური რეაქცია იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ფული არ კეთდება ერთი მიმართულებით, ბაზარზე ფული კეთდება ორი მიმართულებით. შესაბამისად, თუ ვარდნა გაგრძელდა, მეორე მიმართულება ვერ გააგრძელებს და ვერ დაკარგავს, ანუ დამკარგავიც არ იქნება. ამიტომ აქ ჩვენ გვექნება ტექნიკური ბაუნსი, ეს იქნება ტექნიკური მოძრაობა, ტექნიკური მოძრაობიდან შემდგომ მიღებული დაუცეური higher low უნდა გამოვიყენოთ საინვესტიციო ან სავაჭრო კონკრეტული სტრატეგიებისთვის, ვინც ამ ეგრეთ წოდებულ ხმლებს ვერ დახვდება, შეეშინდება ან მაინც ის ნარატივი შიშის ექნება. მე აბსოლუტურად მაქვს ამისი გამოცდილება, ვიცი ეს როგორც მუშაობს, ვიცი რანაირადაც გააგრძელებს, ანუ ორივე შემთხვევაში ხელი ნამდვილად არ ამითამაშდება. თუ ყიდვას დავაპირებ, არც მაგის მეშინია და ვიყიდი, იმიტომ რომ შესაბამისი risk management-ი მექნება, მაგრამ კონკრეტული ფაზიდან ბაუნსი, ანუ ტექნიკური მეხსიერება, ანუ ტექნიკური მოძრაობა, აი, რასაც მე დავარქმევდი მაგალითად, როგორ გითხრათ,
რაღაციდან გამოწვეული მიღებული შედეგი აქ გვექნება, იმიტომ რომ ფიზიკურად ამ წუთისთვის ბაზარზე ისეთი მდგომარეობაა, რომ ბაზარი ერთი მიმართულებით ვერ გააგრძელებს ვარდნას, შესაბამისად ჩაერთვებიან შესაბამისი ორგანიზაციები და დაიწყებენ შეჩერების ამოყიდვას, იმიტომ რომ მათ უნდა იყიდონ სხვა გამოსავალი არ აქვთ ეგრეთ წოდებულ მარკეტ მეიქერებს, მანი მეიქერებს, ამ დიდ ვეშაპებს სხვა საშუალება არ აქვთ, მათ უნდა მოახდინონ ბაზრის შესყიდვა. ვიმეორებ, რაც მოხდა. მოსალოდნელი იყო უფრო გაგრძელებული ხასიათისთვის, ანუ უფრო გაგრძელებული ვარდნის ხასიათისთვის. მე აბსოლუტურად პირადად მზად ვარ, საკმაოდ თავს კარგად ვდო, მაქვს შესაბამისი პოზიციები განლაგებული და მუშაობ საპირისპირო მიმართულებით, არაფერი აქ დასამალი არ არის, შორტში ვზივარ ბაზრის და ყველა ჩემმა გუნდის წევრებმა იციან, რომ ძალიან კარგად ვზივარ შორტში. შესაბამისად დავუბრუნდეთ NASDAQ-ს, ანუ პირველ რიგში ჩემ გუნდს გეხებათ, უყურებთ NASDAQ-ის მოძრაობას, NASDAQ-ი მოცულია აი ამ ფაზაში, უყუროთ როგორ დაიცავს ამ ძირს და დაველოდოთ ავტომატურ რეაქციას, რომ დავადგინოთ ვარდნის საზღვრები. ანუ დასადგენი არის პირველ რიგში ხა ვარდნის საზღვარი, ანუ ვარდნის ხუთი, თავისი ავტომატური რეაქციით იმისთვის, რომ შემდგომ ჩვენი სავაჭრო სტრატეგიების განაწილება მოვახდინოთ. გადავხედოთ უმძიმეს არტილერიას, ეს არის დაუ მოდის, დაუც მოვიდა აბსოლუტურად 22 წლის higher highs-თან, ანუ ის ტესტავს მას. ვიმეორებ, ამ წუთისთვის მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით NASDAQ-ია 20% პლუსით, 20% პლუსი ეს bear market-ია. დანარჩენი სხვა ინდექსები არიან ჯერჯერობით 20%-მდე ფაზაში. შესაბამისად, ჯერჯერობით bear market-ის confirmation-ი არ გვაქვს. ანუ ვიმეორებ ტექნიკურად ვართ დასახვედ ადგილზე და პოზიციების გასანლაგებელ, კონკრეტული პორციების გასანლაგებელ ადგილზე. მხოლოდ და მხოლოდ NASDAQ-ია ერთადერთი, რომელიც იმყოფება ამ წუთისთვის ტექნიკურად უკვე bear market-ში, მაგრამ ეს ასე ძირითადად ხდება ხოლმე ყოველთვის 26%-ია. NASDAQ-ი არის ყოველთვის პირველი ქვევით საფინანსო სექტორთან, XLF-თან ერთად და ყოველთვის არის პირველი ზევით. მე სიმართლე გითხრათ, არც ერთი ვარდნა კაპიტულაციების გარეშე არ მინახე არასდროს. ანუ ეხლა აქ უნდა მივიღოთ ჩვენ რაღაც 1-2 სახელი უნდა გავიგოთ, რომელიც გაქრება და გაკვეთრდება. როცა ამას გავიგებთ, გარეთ ყველგან, ყველა ტელევიზორი, რადიო და Facebook-ი ყველაფერი იყვირებს, რომ მორჩა აპოკალიფსი დადგა, ჩათვალეთ, რომ ბაზრის ძირი მიღწეულია, ყიდვის დროა, ან დაწყებას ყიდვის. მის უმეტეს, რომ დღევანდელი ჩემი საუბარი ძალიან გთხოვთ, არავინ არ მინდა მიიღოთ როგორც ფინანსური რჩევა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს, მე არ გაძლევთ ფინანსურ რჩევას, გეუბნებით უბრალოდ იმას, რასაც მე ვაკეთებ და რასაც მე ვთვლი ჩემი გადმოსახედიდან, რომ სწორია. დანარჩენი რისკი აბსოლუტურად თქვენზეა, თუ გინდათ რომ იცოდეთ, ეს არ არის მარტივი პროცესი, საკმაოდ თვეების და წლების მოძრაობას და სწავლებას მოითხოვს. RTY-ის, ანუ ეს არის Russell 2000, მე ვიტყოდი ყველაზე ცუდად აქვს ალბათ საქმე, იმიტომ რომ მან თუნდაც იმპულსი ზუსტად ეს მიმართულება იყო, ვერ გაიარა, ანუ მოდის არხის ქვედა ნაწილთან, სადაც იყო შესაბამისი მოძრაობა. RTY-ის ველოდები, რომ სავარაუდოდ ამ ძირს მოხსნის RTY, აი ამ შემთხვევით მოხვედრილებს გამოანთავისუფლებს. RTY ძალიან დაიტვირთა ბოლო დროს და იყო Tesla-თი ძალიან გაძლიერებული ინდექსი, ასევე MicroStrategy-ით. და ამან გამოიწვია, ანუ კონკრეტული აქციების ძალიან დიდმა ბუცმა და დიდმა პორციამ და რაოდენობამ გამოიწვია ის, რა სურათიც მივიღეთ, რომ ვარდნაც RTY-ის აქვს შესაბამისი. RTY მოგეხსენებათ, ეს არის 2000-ის საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის ერთობლიობა და მფრეკავი ინდექსი. მოდით გადავიდეთ უკვე სხვა ინსტრუმენტებზე, კომოდიტებზე, შესაბამისად პირველი არის ოქრო. 3138 იყო ჩვენი გუნდის და ჩემი კონკრეტული მიზანი, რომელიც აბსოლუტურად 138 არის მიღწეული ამ ეტაპისთვის, თაზე მეტიც იყო 3200 დაარტყა, კი 3200 დაარტყა ოქრომ. შესაბამისად მე ვარაუდობ, რომ ეს იმპულსური მესამე ტალღა არის დასრულებული, ან დასრულებასთან ძალიან ახლოს არის, ეხლა აქ ხარების მომატყუებელი ფაზა უნდა გქონდეს, ანუ ეგრეთ წოდებული bear trick-ი უნდა გქონდეს და დავითრიოთ bull trick-ი და დაიძრემენ დათვები. შემდგომ მივიღებთ მაკორექტირებელ მეოთხე მოძრაობას და ისევ ხუთი მოძრაობით დავყვებით სავარაუდოდ ზევით. გლობალურად ოქრო ამ ეტაპზე ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე მყარია. უბრალოდ არის ერთ-ერთი პოზა ესეთი სიტუაცია, რომ ბოლო კვირეების და ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც DXY, ეგრევე დოლარი, ასევე ოქრო, ასევე საფონდო ბირჟები, ასევე საპროცენტო განაკვეთები ყველაფერი მცირდებოდა, ეს იყო კაპიტულაციური მოძრაობა, სადაც
არ არის დარღვეული ის, რაც ანუ დარღვეულია ის სქემატიკა და ბაზრის ფუნდამენტი, რაც უნდა იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, შიშის ფაქტორია, შიში მაინც არის მთავარი იარაღი ბაზრებზე გამოყენების ჩვენს წინააღმდეგ. ვერცხლთან ოდნავ სხვა სიტუაცია გვაქვს, ვერცხლზე სავარაუდოდ ვიღებთ პირველი ხუთეულის მაკორექტირებელ ფაზას. ძალიან კარგი მოძრაობა ვერცხლზე იმისთვის, რომ მოვემზადოთ აი ამ დიდი 10 წლიანი არხიდან გასასვლელად, სავარაუდოდ მე ვარაუდობ, რომ ვერცხლზე აი ეს ყუთი მოძრაობის რაც გვაქვს, აქ იპოვის შესაბამის სუპორტს აერლოუს და აბსოლუტურად იმპულსურად უკვე დაიწყებს outperforms მოახდენს ოქროს ბაზრის მომდევნო წლების განმავლობაში, მაგრამ თუ ოქრო უკვე აჩქარდა, ვერცხლი ჯერჯერობით არ არის აჩქარებული, ანუ მას არ აქვს იმპულსური ფაზა აკრეფილი. გადავხედოთ მთავარ მოწინააღმდეგე ძალას და მთავარ ინსტრუმენტს ბაზრებზე, ეს არის DXY. ეხლა DXY-სთან დაკავშირებით რა მინდა გითხრათ. ანუ DXY ეს არის დოლარის ინდექსი. როგორც ვიცით, 100-ზე ზევით ამერიკა არის საფრთხის შემცველი დანარჩენი მსოფლიოსთვის და როდესაც კურსი დოლარის არის 96-92, აი ამ კურსზე მაღლა ის არ არის ხელმისაწვდომი კონტრაგენტებისთვის, ანუ ძალიან ის ყველაზე მიმზიდველია ბოტიშით, ანუ ყველაზე სახარბიელო მდგომარეობაა, სადაც დოლარი როგორც მოგეხსენებათ არის მსოფლიოს სარეზერვო ვალუტა, მას იყენებენ მსოფლიოში სხვადასხვა გადაცვლებისთვის, პროდუქტის და ასე შემდეგ ნედლეულის. ანუ 96-92 ეს არის ზუსტად ის ფაზა, სადაც დოლარი ხდება მიმზიდველი და დოლარისგან გაქცევას არსა და დოლარის სისტემისგან არავინ არსად არ ცდილობს. შესაბამისად, ტრამპის მიზანია ჩემი აზრით დოლარის გაუფასურება, მისი ინფლაციური გაუფასურება, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკას აქვს ამ ეტაპისთვის და ამ წუთისთვის აქვს დაახლოებით 36.692 მილიარდი, ანუ ტრილიონი სახელმწიფო ვალი, რომლის 28 ტრილიონი დაახლოებით შემდგომ, ანუ უკვე 4 წელიწადში, დაახლოებით შემდგომ 2 წელიწადში უნდა მოხდეს ამ ვალის რეფინანსირება. ეს ვალი, ჩვენ თუ ახლა ავიღებთ და გავხსნით თვითონ უშუალოდ ვალს, არის მობილიზებული interest rates გავხსნი ერთი წუთით. ანუ ეს სახელმწიფო ფედერალური ბანკის მიერ დაწესებული სახელმწიფო სარეზერვო საპროცენტო განაკვეთი არის მობილიზებული ბოლოს 2021-ში, აი აქ შესაბამისად 28 ტრილიონის აი ამ ფაზაში რეფინანსირება, ეს იქნება დამუკველი, ჯერ ამ წუთისთვის ამერიკას ტრილიონი დოლარი აქვს გადასახდენი, მხოლოდ და მხოლოდ პროცენტი, ანუ როდესაც ტრილიონს იხდის, შესაბამისად არ იხდის ძირს არაფერი არ აკლდება. ამისთვის მას სჭირდება რაც შეიძლება დაბალი საპროცენტო განაკვეთი. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ეს არის მაღალი ინფლაცია, მაგრამ სხვა ვალდებულება არ აქვს, ანუ ის ახლა მოდის კონფლიქტთა ინტერესთა კონფლიქტი აქვს პრეზიდენტს და პაპას, ჯერომ პაუელს, შესაბამისად ჯერომ პაუელს ეშინია და არ უნდა რომ დაწიოს საპროცენტო განაკვეთი ჩქარა და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცოდით გუნდში, შესაბამისად ის ცდილობს მაქსიმალურად თავი აერიდოს. ტრამპი თავისი ტარიფებით და თავისი ვაჭრობის ტიპებით, რასაც აკეთებს, მაქსიმალურად ცდილობს ამ წუთისთვის შახმატის ზაფხულზე გააკეთოს ერთი შექმნას უკიდეგანო საკრიზისო შიშის ფაქტორი, რომ ფედერალური ბანკი გახადოს იძულებული დაწიოს საპროცენტო განაკვეთი, რომ რაც შეიძლება იაფად მოხდეს რეფინანსირება ამ სესხის. შემდგომ გამიგონ თავისუფლებული ფულიდან, რაც აქვს დეფიციტი ამ ეტაპზე, ფედერალურ ბანკს დაიწყო სახელმწიფო ვალის გადახდა ან ჩამოწერა. ხა მინდა გესმოდეთ, რომ ის ფაზა, რაც აი ამან მოგვიტანა, ანუ ის, რაც მივიღეთ ინფლაცია დაახლოებით 6-7%-იანი მოძრაობის დროს ბოლო 4 წელიწადში, გამოწვეული იყო 5 ტრილიონი დოლარის დაბეჭდვით COVID-ის დროს, რაც დაიბეჭდა. ანუ 5 ტრილიონიანმა დაბეჭდვამ ჩვენ მოგცა დაახლოებით 9%-იანი ინფლაცია. მე მინდა რომ გესმოდეთ ინფლაციის შიში. ურბანული ინფლაცია საერთოდ სხვა ციფრია, მაგრამ წელიური პიკი იყო 9%. ეხლა წარმოიდგინეთ 28 ტრილიონი დოლარი. თუ არ იქნება მიმზიდველი გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის, ქვეყნებისთვის, სხვადასხვა საინვესტიციო მსოფლიო გუნდებისთვის, როგორ ფიქრობთ 28 ტრილიონ დოლარს ვინმე იყიდის? არავინ არ იყიდის. შესაბამისად, ამ მოუწევს ფედერალურ ბანკს 28 ტრილიონი დოლარის დაბეჭდვა იმისთვის, რომ ამერიკის ფედერალური ვალი იყიდოს და რეფინანსირება გაუკეთოს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს 28 ტრილიონი დოლარის სისტემაში ჩაშვება, ანუ თუ 5 ტრილიონიან ჩაშვებაში, რაც COVID-ის დროს მოხდა, ჩვენ მივიღეთ 9%-იანი გაძვირება, წარმოიდგინეთ თქვენ რა მოხდება
მაშინ თუ ამერიკული ვალის მყიდველი, საგარეო მყიდველი ვერ ვნახეთ, ვერ ვიპოვეთ და ფიზიკურად მოგვიწია ამ პროცესში ჩართვა. მე წარმოუდგენელს არ მინდა ირგვლივ რა ფასები იქნება და რა მდგომარეობა იქნება. შესაბამისად ინტერესი არის ესეთი, ამ ტუთისთვის ინტერესის კონფლიქტია. მე უფრო მგონია, რომ ვაჭრები თამაშობენ და ერთობიან, ანუ უბრალოდ მიზეზი ჭირდებოდათ და ერთობიან და ამაზე ვისაუბრებთ. მაგრამ მინდა გესმოდეთ, რომ ზუსტად ეს ფაზა იმასთან დაკავშირებით, რაზეც მიდის საუბარი. ზუსტად ამიტომ გითხარით, თუნდაც ბოლო შეხვედრაზე და ბოლო ჩვენ სოციალ ივენტზე, რომ მოვა დრო, როდესაც ეს დაიწყებს დაწვევას ქვევით, სახელმწიფო და ფედერალური ბანკი გადავალ QE-ზე, დაიბეჭდება კიდევ თანხა, რაც დარიგდება უკვე სესხების საშუალებით მოსახლეობაში, შესაბამისად ეს სესხები არ იქნება როგორც SBA loan-ები, ანუ ვერ გაიქცევა ხლიკმერავინ ცოლს მანქანას შუბას და ბათუმში სახლს ვერ იყიდის. შესაბამისად ეს სესხები იქნება აგებული ამერიკაში ბიზნესის შექმნაზე, ჩემი პირადი აზრია და ზუსტად ამიტომ იყო, რომ დავიწყეთ ჩვენ ბიზნეს შეხვედრები დაგეგმარება იმისთვის, რომ მივეხმაროთ ასევე უფრო მეტი ჩვენი წარმატებული ადამიანი იყოს დასაქმებული და გამოიყენოთ ეს საშუალება, რომ იყოთ მედლის ამ მხარეს, როცა ეს კონკრეტული მონაკვეთი და ეს კონკრეტული მომენტი დადგება. შესაბამისად, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეგ ფაზა, რომ ეს ასე იქნება და აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ ეს ფაზა ასე მოხდება და გამოსაყენებელი არ აქვს მნიშვნელობა აქციებში დავაბანდებთ თუ მეუბნებო ფაზას S&P 500-ის როგორ ავყვებით, აქ არ არის მთავარი, აქ არის მთავარი ის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური საშუალება და სიტუაცია, როდესაც დადგება ჩვენ სასიკეთო. ეხლა IS-თან დაკავშირებით მინდა დავუბრუნდე, სად შეიძლება IS-მა ნახოს ძირი ამ ეტაპზე ვიმეორებ. პირველადი მიზანი და ტარგეტი მიღწეულია S&P 500-ზე. გადავხედოთ მისი M2-თან შეფარდებით, M2-თან შეფარდებაში ჯერჯერობით შორს ვარ სუპორტთან, ის რასაც ვერ გავდიოდით მთელი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, დაახლოებით ამ ზონაში, ანუ ძალიან ახლოდან უნდა დავაკვირდეთ რას იზავს money supply-სთან მიმართებაში S&P 500-ის ინდექსი. ვიმეორებ, თუნდაც ეს იმპულსი, რაც ჰქონდა ბოლოს ბაზრებიდან, გაცილებით ჯერჯერობით კიდევ შორს არის dot-com-ების ბაბალისთან, იმასთან, რაც მოხდა ორიენტაში, ანუ გაცილებით მეტად იყო ბაზარი გადაყიდული და შესაბამისად ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. ჯერ კიდევ ადგილი გვაქვს, მით უმეტეს იმისა, რომ სისტემაში აქ იყო ერთი მიმართულების თანხა, აქ გვაქვს აბსოლუტურად მეორე მიმართულების თანხა და რაოდენობა, რაც გვაქვს ამ წუთისთვის და ამ ეტაპზე სისტემაში. შესაბამისად გაითვალისწინეთ. რაც შეეხება Triple Q-ს, NASDAQ-ის M2-თან შეფარდებას, აქაც იგივე მომენტია, აქ აბსოლუტურად ტექნოლოგიური სექტორი იყო გადაყიდული და უბრუნდებით ჩვენ იმ ფაზას, სადაც ის უბრუნდება თავის ნორმალურ რაოდენობას, ანუ ავედით უკვე ეგრეთ წოდებული ბუშტის ფაზაში. შესაბამისად, მე ახლა ეს იცით, რომ ჩემით მიყურებს, რომ ჩემი საყვარელი ინდიკატორია, ანუ ვიყენებ ზუსტად გასაგებად ძირების და დამამთავრებელი მოძრაობების დასადგენად ვიყენებ Triple Q-ს შეფარდებას cash-თან, შემდგომ ძალიან ელემენტარული მაგდი ინდიკატორია და ორკვირიან time frame-ზე ჩემთვის ყველა კვეთა არის ბაზრის მინიმუმ მომდევნო 6-თვიანი მიმართულება, ანუ იგივე მოხდა აქაც, იგივე მოხდა აქაც. აქედან გამომდინარე აი ესე დავუძლებთ ერთი და იგივე ინდიკატორიდან იმისთვის, რომ მივხვდე მომდევნო 6 თვიდან 12 თვემდე დაახლოებით როგორი ტენდენცია იქნება ბაზარზე შენარჩუნებული. ეს ჩემი ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ ვინმეს გაწყვეტ, მე უბრალოდ მასთან დიდი ხანია ვმუშაობ, საკმაოდ მივეჩვე მის ცნობას, საკმაოდ კარგად ვკითხულობ და საკმაოდ კარგად ვიყენებ. ეხლა მომდევნო ჩვენი ანალიზი შეეხება ნავთობს. ნავთობზე რა ვიცი, ალბათ არ დამიტოვებია ეთერი, არ დამიტოვებია პოსტი, არ დამიტოვებია არც ერთი ადგილი, სადაც არ მithქვია ის, რომ ნავთობი ჩამოვარდებოდა და ჩამოვიდოდა აუცილებლად, როგორც ტექნიკურად, ასევე ფუნდამენტალურად კლებადი ნავთობი ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სისტემაში ანუ რაღაც ვისე ვერ არის ეკონომიკური ზრდა სოფლიოში არ მიმდინარეობს, მოთხოვნა არ არის შესაბამისად ნავთობზე. შესაბამისად ნავთობი პირდაპირ გვეუბნება, რომ recession-ის შიშები არის ძალიან მაღალი, ანუ production-ი და წარმოებლობა საკმაოდ მცირდება, ეს რომ გაითვალისწინოთ, მაგრამ მეორე ტექნიკური თვალსაზრისით ეს ძირი ყველა ვარიანტში უნდა დარღვეულიყო, ეს მობილიზებული ლონგები უნდა გამოესოფთავებინა და მათ გარეშე ეს მოძრაობა არ შედგებოდა.
და მესამე და მთავარი ფაქტორი ჩემმა მაყურებელმა იცის, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ რუსეთი არ დაჯდება მაგიდასთან, მას დასვამენ და შესაბამისად აგერ უყურებთ თქვენ ახლა იმ ინსტრუმენტს ზუსტად, რასაც ნიშნავს დასმას. ამ ეტაპზე ნავთობმა 60 გაარღვია, მოსულია 59-ზე, 58, მერე 54, 40. ეს ვარდნა გაგრძელდება იქამდე და ძალიან მალე, ანუ ჩათვალეთ, რომ მომი დამთავრებულია, უბრალოდ ამის გამოცხადება შეიძლება 24 საათი დაჭირდეს, შეიძლება 2-3 კვირა დაჭირდეს, ან შეიძლება 2-3 თვე დაჭირდეს. ამ წუთისთვის მის დასვეს იქ, სადაც საჭიროა ჩემი მიმართულებით და ტექნიკურად მარკეტი და ტექნიკურად ნავთობის ფას აუცილებლად ამერიკის მხარე გამოიყენებს წნეხისთვის რუსეთის მთავრობაზე და პუტინზე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ექნება, მე ამას დიდი ხანია ვამბობდი. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, როდესაც დაიწყება იმპულსური ზრდა, ეს არის ტალღებში ნავთობს ჩვენ როგორც უყურებთ, commodity market-ი ზოგადად არის გლობალური 0.1-2, შესაბამისად ველოდებით მომდევნო 3-4-თვის, ანუ ეს იქნება მომდევნო დეკადების ტრეიდი იქნება XLE და სექტორული ტრეიდი ნავთობზე, შესაბამისად ნავთობის ფასი იქნება 200-250, თქვენ ვინც ესწრებით, თქვენ ამ ფასს ყველა მოესწრებით, ადრე თუ გვიან. ნავთობის ფასი იქნება 200 და 250, შესაბამისად მოსახლეობა ნელა-ნელა გადავა ელექტრომანქანებზე და ნავთობი დარჩება ჩემი აზრით და ჩემი გათვლებით მომდევნო 20-30 წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ წარმოებაში, ან მისი ჩანაცვლება მოხდება სხვადასხვა ნივთიერებებით, იმიტომ რომ მისი გაძვირება გამოიწვევს მისი მოთხოვნას შემცირებას, შესაბამისად მასზე უნდა იყოს ის ღირებულება, რაც არის საჭირო. ენერგოსექტორთან ვინც მიყურებს, იცით რომ ენერგოსექტორს ძალიან ხშირად მუშაობ და ჩემი ძირითადი მიმართულება, ანუ ნავთობზე, ვიმეორებ ნავთობზე, მომდევნო 30 წელიწადში ფასი გაცილებით ზევით იქნება, ვიდრე 200 და 250, ანუ აქამდე ავალთ, მაგრამ ეს იქნება ლიმიტირებული გამოყენებადი რესურსი, რომელიც იქნება გაძვირებული, მაგრამ მე ვთვლი, რომ მსოფლიო და კაცობრიობა ნავთობს საკმაოდ სხვადასხვა მინერალებით, სხვადასხვა ნივთიერებებით, ნელა-ნელა სხვადასხვა მიმართულებებით შეამცირებს მის გამოყენებას და შეასუსტებს. შესაბამისად გამოიყენეთ თუ ვინმე ხართ ენერგიის სექტორის ინვესტორი. თქვენ იცით რომ ჩვენი გუნდი საკმაოდ ახლოს უყურებს ენერგიის სექტორს, შესაბამისად ძალიან ბევრი გაერთიანებული ინდიკატორით უყურებთ, როდის დაიწყებს ის თავის ამ დაახლოებით 16-17 წლიან outperforms, როდის დაიწყებს და როდის გახდება ენერგოსექტორი S&P 500-ში მოწინავე თუ არა მოწინავე სექტორებს შორის, ამ ეტაპზე ენერგოსექტორი უფრო დამცავ სექტორად ითვლება, შესაბამისად დაახლოებით ესეთი მომენტია, ანუ ნავთობთან დაკავშირებით მაქვს ეს მიმართულება და ეს აზრი. შემდგომი გაზი როგორც ვიცით, ამერიკამ სრულად ჩაიგნა მისი პროდაქშენი ხელში, სრულად ჩაანაცვლა რუსეთის მიწოდება ევროპაზე და ამას დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ, ანუ თუ რუსეთი ამარაგებდა ევროპას, ეხლა ამერიკა ამარაგებს ევროპას, ეს ტრამპმა ძალიან კარგად იცის და ამას ძალიან მალე გამოიყენებს. ზუსტად ამისი ამსახველი არის აი ეს და გაზზე რაც გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გაძვირებული გაზის გადახდა მოუწევს ევროპას და ადრე თუ გვიან ისინი დაჯდებიან ყველა ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან, ტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მე ვთვლი, რომ ჯობია ეს მიმართულება გაზის ოდნავ შესუსტდეს. გაზზე თვითღირებულება ეს არის 2.1-2.3, ანუ MBTU მილიონი ბარელი არის მისი თვითღირებულება, ანუ გაზის მომპოვებელი კომპანიებისთვის. შესაბამისად ამ წუთისთვის ჭარბად გამოიმუშავებენ, ფული აქვთ ამ სექტორს ბირჟებზე, ამ წუთისთვის კლიენტიც ყავთ და ამ კომპანიებს არ აქვს. ერთი იმ განსხვავებით, რომ გაზი ძალიან დიდი ხანი იყო მინუსის ზონაში, ანუ თითქმის ნულზე მუშაობდა, ანუ ამ კომპანიებს ფული არ უკეთებიათ, იგივე EOG და ასე შემდეგ, ანუ ეს არის გაზის წარმოებელი კომპანიები, რომლებიც დალისტული არიან ფინანსურ ბაზრებზე. ბოლო ინსტრუმენტი, რასაც მინდა გადავხედოთ, ყველამ ვინც ბირჟებთან შეხებაშია, სპილენს უწოდებენ ექიმს, ეს არის დოქტორ კაპერი, შესაბამისად სპილენს მე ვუყურებ როგორც სოფლიო ეკონომიკის გამსაზღვრელად, ძალიან არ მომწონს ეს ძალიან დიდი ვარდნა. ეს დიდი ვარდნა, შესაბამისად ვიმეორებ, ძალიან არ მომწონს. ანუ ვარდნა ესეთი მარტო recession-ის შიშით გამოწვეულს ეს არ გავს, მაგრამ ვიმედოვნოთ მაინც, რომ ეს არის პანიკური მოძრაობა, თუ არადროს არ მოუტყუები ვარ ეკონომიკის გათვლის დროს სპილენძის ფასის ყურებას, შესაბამისად ვიტყვი ერთს, რომ
ის მას თავის მოძრაობის აქტში ჯერჯერობით იცავს, შეიძლება მოხდეს გასვლა და დარღვევა ამ კონკრეტული ზონის, მაგრამ სპილენძე ამ წუთას იმას მაინც გვეუბნება, რომ გლობალური ეკონომიკა შენელდება და შემცირდება. ეს სავარაუდოდ გამოწვეული არის ამ ტარიფებით, მაგრამ ვიმეორებ, უკვე მე როგორც ვიცი, დაიწყეს უკვე ქვეყნებმა რეკვა, ამერიკას აქვს ესეთი პირობა, თუ რომელიმე ქვეყანა გაანულებს სატარიფო პროცენტს თავის ქვეყანაში ამერიკის მიმართულებით, ამერიკაც ავტომატურად გაუნულებს ტარიფს იქ. ანუ შესაბამისად დაახლოებით რო აგიხსნათ, აი საქართველოში რომ ამაზონს გამოიწერენ ხოლმე და მე რომ ბაჟი უწევს გადასახდელი, აი ეგ მაგბაში თუ მოხსნის მაგალითად თბილისი, ავტომატურად თუ არის საიმე ტარიფები დაწესებული თბილისზე, ანუ ქართულ პროდუქციაზე საქართველოში, ეს ტარიფები იქნება შემცირებული. ეხლა რამდენად გამოიყენებს ამას ურთიერთობისთვის ჩვენი ქვეყნის მთავრობა ამერიკასთან არ ვიცი, ამის მე ახლა გიჟების predictions ნამდვილად ვერ გავაკეთებ, არ ვიცი რას აპირებენ და რა აქვს გეგმაში, შესაბამისად დაახლოებით, ანუ ველით ფაზას, რომ შემდგომი 2025-2026 ბაზარზე, როგორც იცით, ბაზარზე ყოველთვის ძირს ვნახულობთ, გაახლოებით 6-8 თვით ადრე და იგივე პერიოდი, ანუ თავს ბაზარი ამთავრებს მოძრაობას 6-8 თვით ადრე. შესაბამისად ჯერ ბაზარი იპოვის და ინდექსები იპოვიან ძირს და დამთავრდება ვარდნა დაახლოებით 6-8 თვეში გამოვალ კრიზისიდან. არ აქვს ვიმეორებ მნიშვნელობა, რამდენი თვე გაგრძელდება თუ რამდენი წელიწადი გაგრძელდება ბაზარი, ეს ასე იქნება. ჩვენი როგორც ტრეიდერების, როგორც ინვესტორების თუ უბრალოდ ხალხის, ვინც აქ ცხოვრობთ, ჩვენი ერთადერთი დავალება არის, რომ ბაზარს ვუყუროთ ძალიან ახლოს, იმიტომ რომ მეგობრებო, ყველას გაგვიჭირდება. თუ უმუშევრობა მოიმატებს და ახალი სამუშაოები, როგორც ვიცით, თითქმის აღარ იხსნება, ანუ კი არის და გამოდის და პლუსია, მაგრამ რეალურად ეს არის სტატისტიკისთვის, იმიტომ რომ რეალურად დამსაქმებლები ცოტა არიან. მე ვამბობ ესეთ რამეს, არ ვიცი, ვინ მესწრება ნამდვილად. საზოგადოება ვინც არ ვიცნობ, მაგრამ მე ვიცი ესეთი რამე, თუ გვინდა რომ ქართველებს გადავრჩეთ, უნდა გქონდეს სოდნა, უნდა გჭირდება გაერთიანება და გჭირდება საქმისადმი ერთი მიმართულებით ფიქრი. მაგალითად, ყველა ქართული რესტორანი უნდა დადგეს, გაერთიანდეს, შეიმუშაოს ერთი მარკეტინგული გეგმა, მოიფიქროს ერთი მიმართულება და ერთი აზროვნება, რომ გადარჩეს დღევანდელ კრიზისულ ამერიკულ ბაზარს. იმიტომ თუნდაც ის ფასები, რაც მენიუში აქვს და ის, რაც გამოიწვევს ხელფასების მატებას, ანუ როდესაც ამერიკაში მოხდება ის კონკრეტული ფაზები, ანუ თუ მოხდა იმის, რომ დოლარის დაწევა მოხდა, ანუ საპროცენტო განაკვეთის ხელოვნური დაწევა მოხდა, ფედერალური ბანკი დაბეჭდავს და შექმნის ამერიკაში გაცილებით მეტ სამუშაო ადგილს, ანუ გაცემს დაუშვათ კრედიტებს, ჩვენ ყველანი ავიღებთ, დავიწყებთ ჩვენ ბიზნესებს, დაგვჭირდება დამატებითი, ანუ ხალხი დაგვჭირდება, ვინც იმუშავებს შიგნით, შესაბამისად მოთხოვნა მუშახელზე იქნება მაღალი კონკრეტული კრიზისიდან გამომსვლელ ფაზაში, აქედან გამომდინარე, მე ვარაუდობ, რომ დაახლოებით შემდგომ 2-3 წელიწადში მინიმუმ 25%-იანი ზრდა ხელფასებზე იქნება, ოღონდ საბაზისო ხელფასებზე. ხა იმას გეხვეწებით, ნუ მეტყვით, რომ მე თუ აქ ვმუშაობ, ჩემი რამდენი გახდება. მაგრამ ფედერალური მინიმუმები და შტატის მინიმუმები ვარაუდობ, რომ მინიმუმ 25% მოიმატებს, იმიტომ რომ გაზრდილი შემოსავლები, ეს არის მეტი გადახდილი გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში, სხვანაირად ვალსული გადაიხდიან, მათ ჭირდებათ მეტი taxpayer-ი, ჩვენ იდეაში ჯიბეში ფული არ დაგვრჩება, იმიტომ რომ იგივე დაგვრჩება, რაც დღეს, იმიტომ რომ გვაქვს ინფლაცია, გვექნება ინფლაცია მომდევნო წლების განმავლობაში, ის რასაც მივახციეთ და რაც გვაქვს დოლარის სახლით უძრავი ქონება, დაკარგავს თავის ღირებულებას, არა, ღირებულება შეიძლება მოიმატოს, მაგრამ ის დოლარი, რაც დავაბანდეთ, დაკარგავს ძალას. შესაბამისად, თუ სახლი ვიყიდეთ 500.000-ად და გახდა 5 წელიწადში 600.000, მაგრამ 20%-იანი ინფლაცია ქონდა, იმას არ ნიშნავს, რომ სახლი რეალურად გაძვირდა. სახლი არსად არ გაძვირებულა, სახლს იგივე ღირებულება აქვს, თავარი აქვს იგივე დოლარს ამდენადაც გაძვირდება, რა იქნება purchase power-ი, buying power-ი ინფლაციის შედეგად. მაგრამ ამ ყველანაირ სიტუაციაში ერთადერთი ორგანო და ორგანიზაცია, რომელიც გამოვა მოგებული, ეს არის სახელმწიფო. მეტი sales tax-ი, მეტი გადახდილი ინფლაციური ციფრი, მეტი გადახდილი გადასახადი, ანუ დღეს თუ 80,000 ვაკეთებ და საშუალო ცხოვრობ, თუ გავაკეთებ 120,000, უფრო მაღალ პროცენტში გავალ და მაღალს გადავიხდი ჯიბეში, იგივე დამრჩება, იგივე შევჭამ, იგივეს ვიცოცხლებ. იგივეს ვიცხოვრებ. შესაბამისად, მაგიტომ გეუბნებით, თუ არ გექნებათ კონკრეტულ სიტუაციაში ეკონომიკას ცოტათი არ გამოიყენებს და არ გამოხვალთ კომფორტული ზონიდან, ჩემი აზრით და ჩემი ფიქრით და ჩვენი გუნდის ფიქრებით, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ იმ სექტორში, სადაც თქვენ ხართ, თუ არ მოხდა ხელფასების მატება,
ხელფასი დაგჭირდებათ იგივე, ხარჯი დაგჭირდებათ მაღალი, მაგრამ მე მჯერა რომ მომდენო 3-4 წელიწადში კრიზისული ფონების მიუხედავად გვექნება მზარდი, სხვანაირად ამერიკა ვერ დაიბრუნებს სიდიადეს, ანუ ვერ დაიბრუნებს, ვერ აღმოფხვრის დეფიციტს, დეფიციტი კიდე როდესაც აპროცენტო განაკვეთი დაიწევს და მისი შეფარდება GDP-სთან, შესაბამისად კოეფიციენტი შეიცვლება, ანუ დეფიციტი სახელმწიფო ბიუჯეტში შემცირდება ის არა მაგალითად რომელიც ეხლა გვაქვს, ანუ დღესდღეობით დეფიციტი არის 2 ტრილიონი დოლარი, ანუ 2 ტრილიონი დოლარი აკლდება ბიუჯეტს ამ ეტაპზე ყოველწლიურად. შესაბამისად, ეს უნდა გვესმოდეს, რაც ციფრების კალკულაციაც ხდება. ანუ ყველაფერი არის ორკესტრირებულად მართული, აბსოლუტურად ორკესტრით მივდივართ მომდევნო ფაზაში და ვიქნებით იქ, სადაც ვიქნებით, უბრალოდ, რავი, ჩემი აზრია, რამდენად გამოიყენებ. რაც შეეხება მანქანებს, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ Made in America სუფთად არის Tesla, აქ არ არის Rivian-ი. Rivian-ი და Tesla ეს არის ორი ბრენდი, რომელიც სრულად არის ამერიკაში აწყობილი და ყველაფერი, რაც შიგნით არის, ეწყობა და კეთდება ამერიკაში. შემდგომ ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს Ford-ს. Ford-ი სასწრაფო წესით ბრუნდება მექსიკიდან და ანუ აბრუნებს თავის ნაწილების ქარხანას მექსიკიდან და კანადიდან, ასევე Stellantis-ი, Nissan-ი, GM-ი, Toyota, Kia, Volkswagen-ი და აქ არ არის ყველა ეხლა რა თქმა უნდა ეს ვიზუალიზაციისთვის განახეთ ვნახე, მაგრამ ვიცი რომ Honda-ც გადმოდის, Volkswagen-ი გადმოდის სრულად, Rolls-Royce-ი სრულად გადმოაქვთ, Porsche სრულად გადმოაქვთ, BMW გადმოსული და გადმოდის ინდიანაში. შესაბამისად მანქანებზე ამ ეტაპზე ძალიან გთხოვთ რომ გითხავთ ცოტათი რაღაცების ნახვა მჭირდება რომ ვნახოთ ამ წუთისთვის არ მაქვს იმდენი ინფორმაცია რომ რაღაც შეჯამება გავაკეთო და მოგაწოდოთ მანქანის ფასი რა იქნება ერთადერთი რაც შემიძლია მანქანის ფასებზე გითხრათ ანუ როდესაც ტარიფები უკვე ამოქმედდა შეიძლება გქონდეს აი ესე იგი შოკისებრი ეფექტი ბუმს აი ესე დაარტყავს ანუ გაისვრის ანუ ყველას იქ ჭირდება არ ჭირდება ხა რა თქმა უნდა ფორდიც გამოიყენებს და ასე შემდეგ თუ არ გაეზარდათ თუნდაც თლიანი მანქანის ღირებულება მაინც გაზრდიან გამოიყენებენ ბაზარს ჭარბი გადასახადების გამო მაგრამ ყველაფერი ჩამოვა იქიდან იმის გამო რომ მოსახლეობას უბრალოდ ფული არ აქვს სეივინგებზე ფული არ არის ფიზიკურად ანუ მე ამას ხა ჩემს მონათხრობს არ გეუბნებით სად არის ანუ აგერ არის სესხების გაცემის კოეფიციენტი 6-ია და საკმაოდ ანუ ძალიან ბევრი საბუთს მოითხოვს ერთი წუთით აგერ არის personal saving rates აი ეს არის ამერიკის ფინანსები ანუ შეხედეთ 50-იანებში 60-იანებში 80-იანებში 8-ში გაცილებით მეტი ფული იყო საბანკო ანგარიშებზე სეივინგებში ვიდრე დღეს ფული არ აქვს ხალხს ანგარიშზე საკრედიტო ბარათები, საკრედიტო ვალდებულებები რეკორდულ სიმაღლეზეა, ასევე 2008 წლის შედეგებს დაუბრუნდა და დაახლოებით 6 მილიონი ადამიანს მორგიჟზე ჩამორჩენა აქვს. შესაბამისად, ანუ იგივე ნიშნულზე ვართ დაბრუნებული. ხალხს თუ ფიზიკურად ცესხები არ გაცეს, არ მიეხმარნენ, ძალიან სულ კრიზისში წავალთ და IS ვერ დაიჭერს ვერც 3200 და სავარაუდოდ ჩამოვალთ იმ 2200-2400-ზე, ამიტომ მარჯვნივ გაიხედავთ, ნახევარი იქნება უმუშევარი, ვისაც ხედავთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ. თუ ზევით წავიდა ყველაფერი და ღმერთმა წავიდეს, მე თვითონ ძალიან ვემხრობი, შესაბამისად გამოიყენეთ სიტუაცია თქვენ მხარეს. ანუ თუ ეხლა მოემზადებით იმ უკეთეს პერიოდშიც ავტომატურად გაცილებით უკეთესად იქნებით, მაგრამ თუ არ გამოვიყენებთ, არ გავერთიანდებით და თავს ცოტათი არ მოვიფხანთ, რომ რაღაც საქმეები გვაქვს ერთად გასაკეთებელი, ძალიან ცუდი მდგომარეობა გველოდება. მე ყველას ახლა არ ვიცი ვინ მეყურებს ნამდვილად, ჩემი გუნდის წევრები ამას ჩემგან ისმენენ ერთი წელია და აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ვამბობდი, ჯერჯერობით სცენარით მივდევთ, ანუ გაწერილი სცენარით. გადავაადგილდებით და არაფერი ამაში განსაკუთრებული და ახალი არ არის. ეს ასე არის და იქნება. ეხლა მთავარი ჩემი სიტყვების დამადასტურებელი. აგერ არის 10 წლიანი სესხები. ტრამპის ამ პოლიტიკამ უკვე დაიწყო შედეგის მოცემა ამ კრიზისულმა სიტუაციამ ფონი. შეხედეთ, ხალხი გარბის ბონდებში, ანუ ყიდიან აქციებს და გარბიან სახელმწიფო ბონდებში, government ბონდებში. რატო? სახელმწიფო ბონდები არის ამერიკის სახელმწიფოს მიერ დაცული ობლიგაციები. და დეფოლტის შემთხვევაში, რაც არადროს არ მომხდარა ამერიკაში, დეფოლტის შემთხვევაში არ იქნება, არ მოხდება გადახდა. დანარჩენი
ამერიკის სახელმწიფოზე ყველაზე კარგი კრედიტორი მსოფლიოში ფიზიკურად არ არსებობს. ტრამპს უნდა, რომ ზუსტად აი ეს ბონდები ჩამოვიდეს, რაც შეიძლება ქვევით, რომ მოახდინოს იმ ვალის რესტრუქტურიზაცია, რაც მას აქვს. შესაბამისად, ბოლო დღეების ფორმაციამ გვანახა, რომ საკმაოდ აგრესიულად დავეშვით, იმედი მაქვს სუპორტსაც გავივლით და ყველაფერს ამას ადასტურებს ის, რომ მისი პოლიტიკა იმუშავებს. ეხლა არ დაიბნეთ, ანუ ფედერალური ბანკი მოკლე სესხებზე აწესებს პროცესს და არ აქვს ელვადიენზე, მაგრამ აქვს მას საშუალება სხვადასხვა ბეჭდვითი სტატუსებით ჩაერიოს და შექმნას თვითონ ლიკვიდურობა ბაზრებზე. ყველამ ვიცოდით აბსოლუტურად, რომ ფედი აპირებდა მაქსიმუმ ერთხელ 0.25-ით შემცირება საპროცენტო განაკვეთზე. იგივე არის ამ ეტაპზე მაისში ჩათვლილი, მაგრამ დეკემბრისთვის მონაცემებით ანალიტიკოსები ვარაუდობენ თითქმის 1%-იან შემცირებას, ანუ 4 rate cuts დეკემბრის თვეში. ეს ძალიან დიდი დაშვებაა, ძალიან დიდი შემცირებაა, ანუ მე ზეპირად ვიცოდი, ახლა ეს ციფრი დაახლოებით აი აქ გქონდა ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ. შესაბამისად, ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ძალიან მალე დადგება ისეთი პერიოდი, სადაც ფედერალური ბანკი იძულებული იქნება და ტრამპის ამ ზეწოლით იძულებული იქნება დაწიოს საპროცენტო განაკვეთი. საერთო ჯამში, ანუ დაახლოებით 3.25-ზე თუ ჩამოვედით, ეს მის პროგნოზს მინიმუმ 1%-ით ნაკლები იქნება. ანუ ფედერალური ბანკი აპირებდა დაახლოებით 4 გქონიყო აი აქ. შეიძლება 4-იც იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ხალხი, რომელიც ამაში ერკვევა, თვითონ ეს იმ გრუპია, ანუ FedWatch Tools-ია, შესაბამისად უკვე ველოდებით 4-ჯერ 0.25-იან კვეთას აქედან და ეს კვეთები იწყება დაახლოებით ივნისი. შეხედეთ, ამცირებს ივნისში, მერე სექტემბერში უყურეთ უკვე 0.50-იან კვეთას ელოდებიან. ოქტომბერში კიდევ 1.25 და დეკემბერში ალბათ სავარაუდოდ ბოლო 25. რა იქნება 2026-ის დეკემბერში? 2026-ის დეკემბერში ფიქრობენ, რომ საპროცენტო განაკვეთი იქნება 3-თან, რაც დაახლოებით მორგიჯებს სავარაუდოდ შეამცირებს, იმიტომ რომ ამ ტიპით, ამ რეფინანსიის პროცენტით, რაც ახლა მორგიჯებზეა და სესხებზეა, ქვეყანა ასე შევა კრიზისში თუ ისე შევა, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც შევა. ტრამპი უბრალოდ თვითონ კლავს სიტუაციას, თვითონ აფუჭებს ყველაფერს, თვითონ წევს პანიკას, რომ მოახდინოს ეგრეთ წოდებული ტექნიკური რესეტი. ანუ შეამციროს, გამორთოს, გაასუფთავოს, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია ამ ხარეს. ხა რამდენად მე ვემხრობი, ეგ სხვა საკითხია, მე უბრალოდ გიხსნით, რაც არის სავარაუდოდ მისი გეგმა და ის მისი ფრაზები, როგორც ის იყენებს ბაზარს და როგორც ის მოქმედებს და მუშაობს და როგორც გამოთქვამს და უტევს აგრესიულად სოფლიოს, სხვა სურათს მე ვერ ვხედავ, რასაც ის გამოიყენებს, მაგრამ ეს მოგცემს ჩვენ იმ მიმართულებას, რომ დაახლოებით ესე და ამ მიმართულებით გამოვიყენოთ ბაზრები და თუნდაც საპროცენტო განაკვეთი ჩვენი მიმართულებით. დაახლოებით 2 სიტყვით გითხარით, ეხლა რაც შეეხება უშუალოდ სხვადასხვა ტარიფებს, ტარიფების შემთხვევაში ენერგოფასებზე ყველაზე მეტი დაწოლა იქნება მიდვესტში, ეს არის დაახლოებით ჩემი შტატი და ირგვლივ, ანუ ილინოისი, ვისკონსინი, მიჩიგანი, ოჰაიო, ინდიანა. ტარიფები ყველაზე მეტად დააწვება ამ შტატებს, როგორც კანადის, ასევე მსოფლიოს, იმიტომ რომ ინდიანა ძალიან არის დამოკიდებული manufacturing-დან, ჩინეთიდან შემოსულ პროდუქტზე. რაც შეეხება ტრაქებს და სატრანსპორტო ბიზნესს, სატრანსპორტო ბიზნესი უნდა იყოს, რასაც ვინც არ მისმენდა, ყველას მოუწევს მოსმენა ნახევარ-წელიწადში, იმიტომ რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვეუბნებოდი. არაფერი იქ ანუ გაქრება უბრალოდ ტვირთები, ნებისმიერი კრიზისის შემთხვევაში 30-40% ტვირთები უბრალოდ გაქრება და ყველა ვინც ახალ სესხს იღებთ, ცოტათი გთხოვთ, დაფიქრდეთ, სანამ აიღებთ, ანუ მიარგევნებთ არ აიღოთ, გააჩნია როგორ აიღებთ და შემდგომი პოზიციების როგორ ხართ მზად გააჩნია, რომელ კომპანიაში მუშაობთ, გააჩნია როგორია თქვენი დაკრედიტება, ანუ ყველაფერი არის ინდივიდუალური, შესაბამისად გამოიყენეთ და იყავით ფრთხილად. ჯობია დახარჯოთ 2 კვირა, 3 კვირა და 1 თვე სწავლაში, რომ ელემენტარული გესმოდეთ, ვიდრე აიკიდოთ 200.000-იანი ვალი და მერე ხან დისპეჩერი ლანძღოთ, ხან არ აქვს მნიშვნელობა, ტვირთები არ იქნება და მე გიხსნით რატოც. ასევე იგივე იქნება სხვა, იგივე სარესტორნო ქსელში და ასე შემდეგ. თუ ფასები არ გაქვთ მორგებული, არ გაქვთ რეკლამა, არ გაქვთ გასვლის საშუალება, სხვა კლიენტთა ბაზებზე არ იქნებით დივერსიფიცირებულები, მარტო ის
ტრანინა ბრუკლინში დასრულებულია. მე მგონი ამას თვითონაც ხვდებიან თუ ვინმეს აქვს სარესტორნო ქსელი და ან აქვს შეხება. მე უბრალოდ გაფრთხილებთ რომ იყოთ ფრთხილად. მაგრამ თუ ყველაფერი თუნდაც წავიდა საწინააღმდეგო, უბრალოდ ეხლა არ ვიცით აი ეს ფლისი განსაკუთრებით რამდენი თვე იმუშავებს და როგორ, ანუ რა დაჭირდება, რა დრო დაჭირდება ყველაფერს ამის მორგებას. ანუ ეს ძალიან დიდი ცვლილებებია, ძალიან დიდი დრო დაჭირდება რომ ეს ქარხნები გადმოვიდეს, დაბრუნდნენ ამერიკაში, შეიქმნეს დამატებითი მუშახელი. ძალიან ბევრი იქნება საჭირო შრომა იქნება გასაკეთებელი და პირიქით, ანუ ეს ქარხნების მშენებლობა არის მშენებლობა, Flatbed market-ი უნდა გაფრინდეს, ამას ვამბობდი კიდევაც. ანუ ყველა უნდა იყოს უბრალოდ სწორ ადგილზე, თორემ მე ჩემთვის ყველა ცოდვა, ვინც წვალობს, შრომობს და მე რაღაცა თამაშების გულისთვის უბრალოდ იქ აღმოჩნდებიან, რასაც უბრალოდ ვერ გაექცევიან. უცბად შევეხები, არ ვიცი ხა მეტად არ მიყვარს ბიტკოინი, ბიტკოინთან დაკავშირებით რაც შემიძლია გითხრათ, რომ ქარიშხლის წინააღმდეგ დიდი ხანი ვერ მიდის, აქ ფიზიკურად ჩანს, რომ დღეს ხვალ გაყვება ბაზრის გეგმას, ჩვეულებრივ დააკორექტირებს, ანუ ნახავთ მას ქვედა ნიშნულებზე, მე მისით არ ვაჭრობ, არანაირი ინტერესი არ მაქვს შესაბამისად ცოდნა კრიპტოვალუტას, ანუ რა თქმა უნდა შემიძლია ვივაჭრო, ჩემთვის ერთი და იგივეა ყველა და ყველაფერი. რაში შევალ და როგორ შევალ, მაგრამ კონკრეტულად ახლა აქ რომ ჩემი მართულება არ არის და აქ რაღაცა ლოცვას ვერ გავაძლიერებ, ვერ ვიყიდი და ნამდვილად სურვილი და მართულება არ მაქვს. არა, კარგით, კიდევ მომდევნო S&P 500-ში 200 დღიან საშუალოზე ქვეშ მყოფი აქციები. ეს ჩემი გუნდის წევრებს გეხებათ, ვინც ლაივში ხართ. მეგობრებო, მოვდივართ იქ, სადაც ვიცით ისტორიულად რომ ძირია. ამ ეტაპზეც იგივე იქნება აბსოლუტურად ყველაფერი, მოინიშნეთ ეს ციფრები, უნდა შევაჯამოთ, ჩვენ სხვა ლექცია დღეს ან ხვალ საზრაბოძეში გვაქვს შესატარებელი, იმიტომ რომ გეგმა გუნდის წევრებს დასაგეგმი გვაქვს, როგორ გამოვიყენებთ ამ ყველაფერს ჩვენს ასიკეთოთ და იგივე დაახლოებით მინიმუმებთან ვართ 50 დღიან საშუალოზე, ანუ შესაბამისად დაბლა ვიმყოფებით ყველანაირად. ანუ ბაზარზე მოდის დრო იმის, რასაც ველოდით ამდენი ხანი. ოღონდ სწორად, არანაირი მაქსიმალური პოზიციები, არანაირი ვალისაღება, ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი გეგმის მიხედვით, რისკები დაზღვეული, რისკ მენეჯმენტი და თითოეული მოძრაობით ვაგროვოთ ცირები, ის რაც მოდის ქვევით, უნდა ავყვეთ ამას, თუ არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტალღის პრინციპული რაღაც გამოსვლა, იმიტომ რომ მე მინდა რომ გახსოვდეთ ერთი ყველას, რომ მე გითხარით კიდევაც, როდესაც ბულრანია, ბულრანში, ანუ დაშვება ხდება უბრალოდ ნებისმიერი ასვლის დროს დაშვება არის აგრესიული, მაგრამ როდესაც bear market-ია, ანუ დათვების მარკეტია, აი ეს ასვლა, ანუ ბაზარი თუ წლიურად გადის ზედამიმართულების ზრდას 8-12% საშუალოდ, დაახლოებით ბაზარს 15%-იანი, მოდი ესე ვიტყვი, ასხლეტებისთვის ძირებიდან ჭირდება დაახლოებით 2-3 დღე. ანუ 2-3 დღე და 365 დღეს შორის მე მგონი განსხვავება დიდია. შესაბამისად ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და თითოეული მისია ესეთი მოძრაობა უნდა დავიჭიროთ და არ უნდა ამოვასუნთქოთ. ანუ ეს უნდა იყოს საერთო ორგანიზებული მუშაობის პრინციპით გამოწვეული და საერთო ორგანიზებული შეტევა და თავდასხმა ბაზარზე, რომ გქონდეს დამატებითი შემოსავალი ან დამატებითი სახის ინვესტიციები. მე მგონი ძირითადად გავუარე, თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა გაქვთ, გისმენთ ხელი აიწიეთ, გთხოვთ ბევრი ხართ და ყველამ ერთად რომ დამისვათ ავირევი, ნებისმიერ სრულს შეგიძლიათ ხელი აიწიოთ, ან ჩაერთოთ და გისმენთ რა გაქვთ შეკითხვები, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ გამომრჩა შემახსენეთ თქვენი კითხვებით, გისმენთ. გამარჯობა. სალამ. ისმის ხო? კონკრეტულ მომენტში გამიწყდა თქვენი ხმა არის წერდა. სესხებთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ გამოიცემა სესხები და ის უბრალოდ მომენტში გაწყდა, ანუ დაბალ პროცენტიან სესხზე იყო, ვინტოთ რომ გაგახსენოთ, სოლისტვის შუბის ყიდვა იყო ესეთი ფრაზა, თქვენ და აი ეს მომენტზე დავბრუნდეთ თუ შეიძლება. ანუ სესხებთან დაკავშირებით იქნება დაახლოებით ესე, ანუ სესხზე წვდომა შედარებით გაადვილდება. მე მგონია, რომ იქნება სხვადასხვა პროგრამები, სხვადასხვა სუბსიდირების პროგრამები, შტატების მიხედვით ფედერალური პროგრამები, სხვადასხვა სასესხო მიმართულებები, ოღონდ ამისთვის საჭირო იქნება როგორც კრედიტ სკორი, ასევე თანამონაწილეობა.
ზოგადად მომავალში სამომავლოდ გეგმა, ანუ მგონია რომ ეს სესხები შეიძლება იქნას ნაპატიები, მაგრამ ანუ არ დარიგდება ფული ისე, მე არ ვიცი ხე შევედი შემოხვედი, როგორც 20-20-ში რო დარიგდა, ფული მასე არ დარიგდება ხელში. ანუ კონკრეტული გეგმის აზრის ვიღაცა ირანელთან რო ავსებდნენ ბუალტერთან და ეს რაღაცები არ იქნება მაგისთვის არ ამგონია გააკეთოს შესაბამისად იქნება სესხები იქნება ხელმისაწვდომ პროცენტშიც იქნება ან რაღაცა კონკრეტული გეგმით იქნება მორატორიუმები პროცენტებზე მე როგორც მგონია იმიტომ რომ სესხები იწევს პროცენტი მხოლოდ მაშინ როდესაც ეკონომიკაში არის პრობლემები სხვანაირად სესხების პრობლემა პროცენტი არ ჩამოვა თავისით შესაბამისად როდესაც ჩამოვა როდესაც დაიწევს შეიძლება მოთხოვნები იყოს გაცილებით მეტი ფურცლები, მაგრამ მეტი ვალდებულებები. ანუ, როდესაც აიღება სესხს, შემდგომ გამოგყვნენ და მოგიწიოს ჩაბარება და ანახო რეალურად როგორ ხარჯავ და რამდენად ხარჯავ ამერიკაში ბიზნესის განვითარებაში ამ სესხს. ეხლა გასაგებია მესმის. და ასევე აქცენტით მაგ სიტუაციაში ინვესტიციები თუნდაც სტოკ მარკეტზე და ეს შეიძლება ცოტა ვცდებით ახლა თემატიკას, მაგრამ ანუ ეს შეიძლება მოიაზრებოდეს იმაში, რომ სწორად დასაბუთებული და სწორი ფუნქციონალური გამოყენება იყოს ამ სესხის? არა, სესხს ვერ შეიტანო ბირჟაზე. სესხს არ მგონია შეგატანოს. სესხები რო შექონდათ, მაგას უყურებთ ახლა. ანუ სესხები რო შექონდათ, ახლა ვიღაცას უფასო ფულიდან თუ ფული ქონდა შეტანილი, საბუთშოთა პროცესს იხდი და აგერ არის ხედავთ ახლა პანიკური ეფექტი აქვს და გამოდის ბირჟიდან სასწრაფო პროცესით აფიქსირებს მოგებას. შესაბამისად, დიახ. ერთი კითხვაც მაშინ. ფლეტბედებზე იყო საუბარი, მშენებლობებთან დაკავშირებით, ანუ გადმოტანილ ბიზნესის შემდეგ. აი რა მესმის რომ ეხლა ამის პროგნოზირება შეიძლება ტრანსფერთან შეეძლოს, მაგრამ რა პერიოდში ხდებოდა აი ამ მოცემულობას, რომ აი ეს ქარხნობის უკვე დაწყებულია. აჰა. უკვე დაწყებულია ფლეტბელის ბოლო რეჯექშენებს, რასაც ვუყურებ, როგორც ეწინააღმდეგება მაზარს, ანუ აღშენებლობა ტრამპს არსად არ გაუჩერებია, არაფერი არ ვთქვი, ახალი ქარხნებს ჭირდება, ახალ სარკინიგზო მიმართულებებს ჭირდება სამშენებლო მასალების გადატანა, გადმოტანა. ეს პროცესები აბსოლუტურად მზაობაში იყო, უბრალოდ ფლეტბედების მარკეტი უკვე კონტრაქტება სხვადასხვა მიმართულებებით და შესაბამისად უკვე შემსვლელი ამ ბაზარში შესულია. ანუ ფლეტბედების ზრდა არ შეეხება ყველა ფლეტბედს, შეეხება იმ კომპანიას, ვინც ბაზარზე გადაეწყო ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში შესაბამისი კონექშენები დაალაგა, შესაბამისი ურთიერთობები, sales person-ები ყავს წინასწარ გათვალა, ანუ თუ არ იცის, ახლა მაგალითად აი ესე ავხსნი. წარმოიდგინე რომ ყავს ადამიანს ფლეტბედი და ასე ცოცხლად ელოდება რომ ცოცხალ ბაზარზე ტვირთი ჩამოვარდება და ამას გადაიტანს მისი მძღოლი. ანუ ამ ადამიანებისთვის ეს ბაზარი ისევ ისეთივე იქნება, არ შეიცვლება, არ იქნება როგორც დღეს, ან უარესი. ამათთვის არაფერი არ დარჩება, რაც D8-ზე ზის. შესაბამისად, ეს იქნება შახმატური მოძრაობები, იმიტომ რომ Expedia-მ და Rider-მა ორმა დიდმა კომპანიამ Flatbed ჯაბები როგორც ესეთი საკმაოდ დიდი ხანია და კარგად დაინაწილეს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამისთვის მოწყობილია, გადამზიდი შუალედური ჰაბები, მაგრამ ფასი იქამდე ყავდათ ქვევით, სანამ არ ყველა ის ხელშეკრულება წინასწარ გაწერეს და არ მოემზადნენ. ანუ თუ არ იყო ჭარბი მოთხოვნილობა და ჭარბი მშენებლობა, კიდაც ქარხნის, კიდაც ყველაფრის, ანუ აი ხო ვიღაცამ მაგალითად მე ვაწოდებდი ინფორმაციას წინასახად ჩვენ ოქტომბერში, ნოემბერში ვიცოდით საავტომობილო ტარიფებთან დაკავშირებით. ანუ ეს კაცი სანამ, ანუ ამას ყვებოდა ყველაფერს, ყველაფერი დაუმალია, არაფერი ამას განსაკუთრებული გურუობა და მარკეტის ცოდნა და რაღაც არ იყო ამისთვის საჭირო. ის სანამ საპრეზიდენტო მარათონში იყო ჩაფლული, ყველაფერს ამას ამბობდა. და აი ამას ამბობდა 2018 წლიდან. შესაბამისად, მანქანების ბრენდები, ჩემს მიერ კომპანიებს, სადაც მე ვაწოდებ ანალიტიკას, ყველაზე იქნა გადაცემული. ეს ხალხი დადიოდა და აგზავნიდნენ თავიანთ sales team-ებს ამ კომპანიებში და წინასწარ ცდილობდნენ იმ ტვირთების აღებას, რასაც ახლა დაუშვათ ფურცს ექნება სამშენებლო პროცესები თუ სადაც იქნება თუ როგორც, ანუ წინასწარ ემზადებოდნენ ამ პროცესებისთვის, მიხვდი? შესაბამისად, ამ კომპანიებს ტვირთების დროს, ანუ როცა მშენებლობის მომზადებული იყო და გათვალეს, რა თქმა უნდა, მეტი მზაობა ექნებათ, მაგრამ ბაზრიდან გაქნება ის ტვირთები, რომლებიც, როგორ გითხრა, ანუ აი ახლა რომელიღაცა ქარხანა ვეღარ ყიდის ვერაფერს დაიხურა, ხო? მას ვინც მიემსახურებოდა აღარ იქნება. თორემ თუ ახლა Flatbed კომპანიას ნუკორთან არა აქვს დალაგებული კავშირები, ნუ კარგად მეყოლოს, 2-3 წელიწადში გაკოტრებული. ნუკორი არის რკინის წარმოებელი ყველაზე დიდი ამერიკული კომპანია, გიგანტი. და არავის არ სხვა დაუთმობ უკვე ასპარეს.
აი 30-40%-იანი ტვირთების შემცირებასთან დაკავშირებით რასაც საუბრობთ, ანუ იმპორტ-ექსპორტი ფაქტიურად რომ შემცირდება, ეგ გამოიწვევს ამ ხელავარდნად ტვირთებში. დიახ. ანუ მაგრამ ეს ვარდნა, ეს ტვირთები უნდა ჩაანაცვლოს ადგილობრივმა წარმოებამ და ადგილობრივმა გადაზიდვებმა. მიხდი? და ამის რამე პროგნოზი ხელშესახები არსებობს, აი როგორ რა პერიოდში შესაძლებელი პროგნოზი რა შემიძლია გითხრა, ანუ ეს რო გაკეთდება, ანუ ფიზიკურად თუ იმდენი რკინა აღარ შემოვა ჩინეთიდან, შესაბამისად ნუკორმა შიდა წარმოებით უფრო მეტი რკინა უნდა აწარმოოს და უფრო მეტი გადაიტანოს, მიხდი? ასეა. ანუ უბრალოდ გარედან კი აღარ მივიღებთ ამ რკინას, ქვანახშირს, სპილენს, ადგილობრივი წარმოება იქნება. ანუ ტვირთები მაინც იქნება და იქნება ადგილზე. მიხდი? ანუ ადგილობრივი ტვირთები უნდა გაჩნდეს და შემცირდეს იმპორტირებული ტვირთების რაოდენობა. შესაბამისად, კომპანიები, რომლებსაც ბროკერები ყავთ, რომლებიც მუშაობენ იმებზე, პორტებზე ან ასე შემდეგ, მაგათ ყველა მორჩა, ფაფუ, აღარ არის. იქ გინა სიგარები უგზავნე, გინა gift კარტები და გინა შამპანურები. მორჩა კი. გასაგებია. მადლობა ინფორმაციისთვის და უთხოვს ხმას. კი ბატონო, გაიხარე. გისმენთ, შეკითხვები სხვა? ბაჩა, მე მაქვს ერთი შეკითხვა შეიძლება. გისმენო. ის რო ლაპარაკობდი. გისმენ. რა ქვია, ბაბლთან შედარებით 2000-იანი ბაბლთან შედარებით, მაშინ ძალიან გადაყიდული იყო და ეხლა ჯერ მანდ არ ვართო რა მისული. კი, მაშინ და პიერეშიოზე არა ვართო, კი ბატონო. ხო და გაითვალისწინეთო ეგო. რეალურად მაშინ გამოდის, რომ პირიქით ჩვენს წისქვილზე წყალსასხავს ამ მომენტისთვის, ხო? თუ უარეს უფრო ცუდი ვარიანტია. როგორ ჩვენს წისქვილზე? ანუ უფრო მარტივად ანუ იქ რაღაც არ ვართ ჯერ მისულები. შესაბამისად, უფრო მარტივად მოტრიალდება ბაზარი? ანუ მაგის თქვა მინდა. ნუ ყურე, ანუ ბაზარი სად არის ჩვენ და ჩვენ გუნდის წევრებს იდეაში არაფერში არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ერთადერთი რაღაცა, ვნახოთ კონკრეტული წერტილები და წამოვიღოთ მაქსიმალური. ბაზრის მდგომარეობა აინტერესებს ინვესტორს. ხო და არა, მაშინ ანუ აი გაითვალისწინეთ, აი რა უნდა გავითვალისწინო, მაგას ვერ მივხვდი მაგ შემთხვევაში, აი რას გულისხმობდი. რომ შეიძლება 2000-იან ბაბლთან შორს ვართ და ეს გაითვალე, აი ესეთი რაღაცა თქვი რა. კარგი, ნუ ყურე, ანუ თუ ბაბლთან ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ NASDAQ-ია, თუ ანუ NASDAQ-ია მხოლოდ და მხოლოდ ბაბლის ტერიტორიაში, შესაბამისად, ანუ NASDAQ-საც და IS-საც, ანუ ერთიანად ორკეთილებული უნდა იყოს მოძრაობა. ინვესტორის მაგალითად ჩვენ თუ აქ პოზიცია ავიღეთ, ჩვენ როდესაც ამ სხრეთ მოძრაობაში წავალთ, აი აქ 80% უნდა დავაფიქსიროთ მარტო მოგების, მიხდი? იმიტომ რომ აქედან ჩვენ შეიძლება ძალიან მალე, ანუ 2026-ში შუაში მივიღოთ all time high. მაგრამ ჩვენ რო ეხლა აი აქ მოვახდინოთ, ანუ სირცხვილა წელიწად ნახევარი ამ ვარდნას ველოდებოდით. ხო და აი მაგას ვიზახი მე. არ ვიყიდოთ. ამიტომ 80% უნდა გავყიდოთ და higher low-ზე თავიდან უნდა შევიდეთ. 80% რითიც გავყიდით, რომ მე რაც ვიგულისხმევ, ჩვენ წისქვილზე წყალსასხავს მეთქი, ეგ ვიგულისხმევ, რომ ანუ უფრო მარტივად და სწრაფად შეიძლება მოტრიალდეს ამ შემთხვევაში ბაზარი, ვიდრე ამას სიტყვაზე გააგრძელოს ვარდნა, იმიტომ რომ იმ წერტილთან მისასვლელია რა რეალურად, იმიტომ რომ NASDAQ-ი დიახ, ოღონდ პირველად იმპულს სუპორტზე როცა ვიყიდით, პირველად იმპულსის 3/4 უნდა გავყიდოთ ავტომატური რეაქციის დროს. და იქიდან ჩამოსულ ტესტზე უნდა დავიწყოთ დაგროვება და დახვედრა. მაგრამ აქედან რო დავძრავთ პოზიციას, ხო, უკვე ინვესტიციო, ანუ მეორე პოზიციებს როცა გავხსნით დაახლოებით ერთ თვეში. უნდა იყოს საინვესტიციო. უკვე უნდა გამოვიყენოთ როგორც ინვესტიცია, buy, რომ მთლიანად დავყიდოთ. გავიგე. მივხვდი. ორივე მიმართულებით ჩვენი არ აქვს ამას მნიშვნელობა. ანუ არ დაგვიჭირა, ეხლა დავუშვოთ კიდე გააგრძელა ბაზარი. ჩვეულებრივ სტოპებით გამოვდივართ, ვიწყებთ ახალი პოზიციების დაგროვებას თითოეულ სუპორტზე. ამას როგორც ავიარეთ, ისევე ჩამოვივლით. იმპულსი, pullback-ი. აქ ხედავ, აქ არა გვაქვს ტესტი. ანუ აქ ისე გავიარეთ, all time high ისე გავიარეთ, ანუ წინა სეზონი ტესტი არ გვაქვს. შესაბამისად, მოვედით ტესტი. აქ აქვს. ანუ ბაზარი ყოველთვის ბრუნდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს ES-ია, თუ რა არის, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, წესით კი მივედით მანდ ხა ამ საღამოს და იმედია დავიძრებ. კი. ნახოთ, რავი, ჩვენ ხა ამას გავაგრძელებთ, ანუ ჩვენ მომდევნო სემინარი გვექნება, სავარაუდოდ მაისის მეორე კვირა დღეს.
ამ წუთას გადაწყვეტილი არ არის, ანუ იმას ნუ ყველაფერს სხვანაირად დავგეგმავთ, ეს იქნება უშუალოდ აქტიური ჩართულობა, ანუ ყველა ვიქნებით ჩართულები, ეს არ იქნება სემინარი, ეს უკვე გუნდური მუშაობები იქნება, ყველა გავეცნობით ერთმანეთს, ჩვენი გუნდის წევრები ჩართულები იქნებიან ანალიტიკაში, ჩვენი ინვესტმენტის წევრები, შენც მათ შორის, სიტყვაზე, ჩართულები ვიქნებით, მოხდება ბიზნესის სიმულაცია და ყველაფერს ამის დაგეგმარება, სიტყვაზე რა ბიზნესი გამოვა, თუ ვარდნა გაგრძელდა, თუ კრიზისში შევედით, როგორ გამოვიყენოთ, როგორ ავაშენოთ, რა მიმართულებით წავიდეთ, ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ მე არ ვიცი ამ ეტაპზე ჯერ ვინ ვიქნებით, ხოლმე 5 ადამიანისგან ვიცი რომ იქნებიან, ჯერ არც გვითქვი არაფერი, ერთადერთი წესი რაც იქნება რომ მინიმუმ ბოლო სემინარი უნდა გქონდეს ყველას ნანახი, რომ ამ სემინარზე მოხდეს, იმიტომ რომ სემინარზე სანამ მოხდებით, იქამდე უშუალოდ გუნდები უკვე განაწილებული უნდა იყოს და ყველა გუნდმა უნდა იცოდეს, ვინ კონკრეტულ რა პროექტზე მუშაობს. ანუ ეს არ იქნება მარტო იმიტომ აღარ ვხვდებით, რომ მე დავდგე და მთელი დღე 7 საათი ვილაპარაკო, ეს იქნება გუნდური მუშაობა, რომ როგორ გამოვიყენოთ ყველანაირი სიტუაცია. თუნდაც ბაზრები იქნება საჭირო, ბაზარს ჩავთავდით ეკრანზე, თუ კონკრეტული ბიზნესის გადარჩენა ან სეგმენტის და მიმართულების რებრენდინგი იქნება საჭირო, მაგ მიმართულებით გადავიყვანოთ. ამას უკვე უშუალოდ დაჯგუფებები როცა მოხდება, იმის მიხედვით გავაკეთებ. ანუ всё დავიწყეთ, რეალობა არის იქ. ეხლა ვიღაცამ რაღაცა რომ მითხრას, ჩემს ნებისმიერ ლაივს გადავუხვევ, ჩავურთავ, რაც ხდება, ყველამ ყველაფერი იცოდა. თუ არ უსმენდა ხა ჩემი ბრალი ხო არ არის კაც, მე რა შუაში ვარ. არც იმას არ ვამბობ, რომ რჩევებს არ ვაძლევ, ვეუბნები, გავაფრთხილებდი, ესე მოხდებოდა. ჩვენ შეიძლება საერთოდ გლობალური, ანუ ეს თქვენ იცით მით უმეტეს, ვინც იყავით მეორე სემინარზე, ჩვენ შეიძლება საერთოდ დავამთავრეთ 100 წლიანი მარათონი და შეიძლება საერთოდ ამ ეტაპზე ერთი წუთით აი ეს 100 წლიანი მარათონის ფაზა გვაქვს დასრულებული, რომელიც 29 წლიდან დიდი დეპრესიით სად არის უნდა შემოვიყვანო ერთი წუთით. აი ეს 100 წლიანი მარათონი გვაქვს შეიძლება დასრულებული. აი აქ გვაქვს დარჩენილი ის ერთი ფეხი, რაზეც მიდის ომი. ის რომ კრიზისი დადგება ეხლა არა, მომდევნო წელს ეს ფაქტია. აი ეს 100 წლიანი, ანუ დიდი დეპრესია 29-ში და 29-დან ჩვენ აი ამ მარათონში ვიმყოფებით. დაახლოებით ზუსტად აი ამ ფაზაში ვართ, გააჩნია არხს ყველა სხვანაირად აკეთებს. მე ვიცი რომ არიან ვინც აი ესეც მუშაობს და უშუალოდ და ზოგი ბევრი ამბობს რომ უკვე მივახციეთ პიქს და მოვდივართ ქვედახასთან. თუ მოვდივართ, ეს არის ავტომატურად დაახლოებით 60%-იანი ბაზრის ვარდნა, ჯერ გავლილი გვაქვს მარტო 17. ანუ ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ, ანუ აქ ჩვეულებრივ სცენარი რაც გვაქვს, ეს არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. აი ამ მეხუთეში გვაკლია ერთი ფეხი და ერთი მოძრაობა კიდე ზევით. უბრალოდ აქ ABC A და B და C გვექნება და მერე ზევით წავალთ მეხუთეში თუ 5 მორჩით და ეს ABC იქნება გაცილებით აგრესიული, რომელიც გაგრძელდება სავარაუდოდ შემდგომი 5-7 წელი, ეგ არის გასარკვევი. ანუ რომელ ფაზაში ვიქნებით, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ თუნდაც ფაზა B-ში ვიყოთ, 2-3 წლიანი პერიოდი რანი გვექნება, რომელიც გატესტავს all time highs. ანუ აი ეს პერიოდიც გამოსაყენებელია და ეს ანუ სულ და საჭერია. ანუ თუ უნდა მეტყვის ახლა რომ არა ეგრე არ იქნება და ჩვენ ახლა გავუფრინდებით, ჩვეულებრივი ფაქტია, აგერ 2000-იანები 2008, 13 წელი დაჭირდა ბაზარს იქ ამოსასვლელად. იგივე არის გალფის პირველი ომის დროს, აგერ არის შეხედეთ რამდენი წელი დაჭირდა ბაზარს, დაახლოებით 20 წელი დაჭირდა იგივე ტესტ გასაკეთებლად. ბაზარზე არაფერი არ იცვლება, იგივე იქნება, არის და მოხდება ყოველთვის. ანუ ეხლა ბაზარი ერთი მიმართულებით არადროს არ მიყის. თუ ვინმე ლოცულობს და ოცნებობს, ყველასთვის გზადამითმია, არავის არ ვიჭერ, ყველას თავისი აზრი და ფიქრი აქვს, მერთმა გამომარჯოს. ჩვენ ველოდებით ამას, უბრალოდ ჩემი აზრია, უნდა შევხედოთ აფორმაციას, ამის დადასტურებას დაახლოებით ივნისი-ივლისში შევძლებთ, ჩვენ დავამთავრეთ გლობალური ზრდის 5, თუ კიდევ გვაქვს ერთი მოძრაობა. მე მგონია, რომ აი ეს კატაკლიზმური პერიოდი შეიძლება უკვე დაწყებულია. უბრალოდ ჯერჯერობით უნდა დავაკვირდეთ, არ მაქვს შესაბამისი სრული ინფორმაცია, რომ ჩვენ ამ მიმართულებას მოვჭრით, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ სოფლიო გაჩერდება და არ ვიმუშავებთ და ქარხანა არ იმუშავებს. კრიზისში ვიქნებით უბრალოდ, მეტი არაფერი. გისმენთ სხვა შეკითხვები? ლევან, გისმენ, ლევან. გამარჯობა, ბაჭა.
რას ფიქრობ ეს სავაჭრო უпростоრად ტარიფებით დაპირისპირება რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს და მოლაპარაკებებზე ვის დაიყოლიებენ უფრო და ვის უფრო მეტად დააზიანებს რომ მეტად წამოვიდეს მოლაპარაკებებზე რა უყურე როგორი მომენტია ჩვენ ასეა თუ ისეა დოლარის წარმოებელი არის ამერიკა რაც არ უნდა მოხდეს ანუ დაუბეჭდავთ იმდეს რამდენის დაგჭირდება უფრო მეტ ინფლაცია შაუშვებთ სისტემაში ან ბევრი სხვადასხვა ანუ გარდა ტარიფებისა ამერიკას აქვს სხვა გაცილებით ძლიერი იარაღები მოდი ესე ბწყალებში ვიტყვი რომ ყველას დააძალოს იმის გაკეთება რაც უნდა მაგრამ ყველა ამ დაძალების დროს ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ გუნდს როგორიც ბრიქსი ვინც ამერიკისგან და დოლარისგან მოიდომებს განთავისუფლებას მიხდი შესაბამისად ტრამპი მე რუსიც მეზიზღება და ეს არც არ დამიმალია მაგრამ ტრამპს თუ ხედავთ რუსეთზე არიებს ხმას რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა რომელსაც რეალურად შეუძლია დედოლარიზაციაში საკმაოდ დიდი სულების შეტანა იმიტომ რომ მას ყველაზე მეტი რესურსი აქვს გაზის, ნავთობის, ხე-ტყის, ანუ ყველაფერი ის რაც შეიძლება მსოფლიო მასთან ივაჭროს და ტრამპს ამ წუთისთვის აწყობს რუსეთის საერთო სისტემაში დარჩენა და მე ვთვლი რომ ის საკმაოდ ამას არ მოწონს ის რომ რუსეთის SWIFT-დან არის მოკვეთილი და ადევს იმიტომ რომ ამ წუთისთვის რუსეთი ვალდებულია რაღაცა გაყიდოს და გაყიდოს სხვა ვალუტაში ანუ რუსეთის ენერგო რესურსები და ყველა რესურსი არ იყიდება ამერიკულ დოლარში შესაბამისად დარწმუნებული ვარ არც ვალოდია არ არის ისეთი შტერი ძალიან კარგად მიხვდა რომ ჩინეთმა დათმო და ის მიატოვა დასავლეთთან მარტო ბოლო წელიწადში ჩინეთი თვითონ კრიზისში გადავიდა და ეხლა ფულს ბეჭდავს აუფასურებს იუანს 60 ტრილიონ დოლარს უნდა დაბეჭდოს მომდევნო QE-ის ფაზაში ჩინეთში იმის რომ გადაარჩინოს ვალოდია დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად ხვდება იმას რომ ეს ჩინელები თუ ვეღარსად ვეღარ წავლენ იმიტომ რომ ამერიკასთან პრობლემებია ევროპასთან პრობლემებია წავლენ ყველა რუსეთში მით უმეტეს ჩინურმა კომპანიებმა როგორ აითვისეს რუსული ბაზარი ლევან მეგონი ყველას კარგად ესმის ანუ მანქანებით დაწყებული ყველაფრით ძალიან მაგარი ათვისებული აქვს და ვოვას იმის შიშიც აქვს და ფიქრიც აქვს რომ ჩინელი გადაყლაპავს მას ანუ ის რაც თელმა მსოფლიომ შეიძლება უმით ვერ ქნას ჩინეთს დაჭირდება რამოდენიმე ალბათ ერთი 10 წლეული რომ ეს გააკეთოს გენოფონდით ჩამოიკიდოს რუსეთი და დიახ აბსოლუტურად და უკვე შეყვანილი ყავს ამიტომ მე ხარ ვიცი თვითონ უშუალოდ ერთმანეთთან რა მოგვარება აქვს ანუ რას არკვევს პრეზიდენტი და რას არიგებენ მაგრამ ხა იქ უკრაინის ფაქტორი რომ უკრაინის ფაქტორს რომ იქ არავინ აღარ განიხილავს მათ მოლაპარაკებებში ეს ფაქტი ამის გარანტიას გაძლევს ეს უბრალოდ შირმაა რომ იკრიბებიან უკრაინისთვის თუ რა გაცილებით სხვა დიაპაზონის თამაშია ჩემი აზრით საუბრები და ნავთობი იყო ერთადერთი ის ინსტრუმენტი რაც ამ წუთას ამერიკაში ამყოფებს გამარჯვებულის პოზიციაში ანუ ხო იცი როგორც არის ვინ დაიწყებს ლაპარაკს და უბრალოდ ამისი ეფექტი იყო ნავთობი ჩავარდა რაც უფრო მეტად გავჩერდებით ქვევით ანუ ძალიან მალე ჩვენ ამ შოუს დავამთავრებთ უბრალოდ გავიგებთ რა გამოაცხადებენ რომ ხელშეკრულება მოწერილია და ეს ფაზა რაღაცა იქნება რა ეხლა ამ მნიშვნელობა აღარ აქვს ეხლა ჩარტმა გითხრა რომ ნიუსი მალე დადგება ოკეი მადლობა გაიხარე სხვა შეკითხვები ხომ არა გაქვთ თვითონს გამოვიყენე შეცდომას შეკითხვები არ არის ისმენ პროგნოზირება დიდი ალბათობით ზართული იქნება მაგრამ თუ ეს ესესი არ დადგა და ის ასლენ ციკლი ეხლა დასრულდა და ჩამოგვეცა ყველაფერი თავზე დაახლოებით რა პერიოდში ვარაუდობთ საინვესტიციო პერიოდის დადგომას აი მაგალითად long term გულისხმობ რა შორტზე არ დასაუბარი მინიმუმ ალბათ 5-7 წელი რეგულირებით ანუ 5-7 წელი იქნება ვადა საინვესტიციო მაგას გულისხმობ ხო ანუ საინვესტიციო ანუ შეიძლება ნებისმიერი ინვესტორი იყენებს ვარდნას ანუ ვარდნები იმიტომ ხდება რომ ახალი ინვესტორი შემოვიდეს ბაზარზე და ახალი ინვესტორებმა იყიდონ ბაზრები ანუ სხვადასხვა ინსტრუმენტები ეგ მესმის ზუსტად მაკუთხით ვკითხულობ აი რა დონე ანუ რა პერიოდში დადგება თუნდაც ის ქვედა ბოლო ვარდნის რა დროსაც ის რო იყიდო მესმის რომ კონკრეტულს ვერ მეჭით რა აი ვარაუდი რა პერიოდში არის დაახლოებით თუ ბაზრის გეომეტრიას ავიღებთ სავარაუდო ძირი დაახლოებით 5-7 წელიწადში
ჟე მართლა პერიოდი იყო არის პრეზიდენტი მომეწა კი ეგ განახი ამ დროს ეგ დაგიხატე ეკრანზე ეგ მქონდა რომ განახედით რომ ბაზარი ანუ ვინც იყიდა 2000-ში თავის ფასში რო გასულიყო 2013 წელი დაჭირდა მაგას განახედით ანუ არ ხდება ისე უცბად როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ ნუ ამ პერიოდში რაც არ უნდა ბაზარზე კრიზისული მომენტი იყოს ან რომ ფული არ კეთდება ერთი მიმართულებით ანუ მარტო არც ვარდნა შეუძლია მაგას და არც ზრდა ან თუ ვიღაცამ ფული არ დაკარგა ვიღაცა ვერ გააკეთებს ფულს შესაბამისად ყველა ვარდნას ექნება თავისი ავტომატური რეაქცია ყველა ზრდას აქვს ვარდნის სახით თავისი ავტომატური რეაქცია ინვესტორები ზრდის ფაზაში არსებული ბაზრის ანუ როცა დაუთეორიით პირველად ბაზარში ვართ და პირველადი მიმართულების ანუ თავარ ბაზარში ვართ მეორადი ტენდენციებს იყენებენ პოზიციების დასამატებლად ამ შემთხვევაში ხა ჩვენ ჩამოვრჩებით აქ დამწრე საზოგადოების ძირითადი ნაწილი ჩამოვრჩებთ ხა ჩვენ ამერიკელები საინვესტიციო პორტფელები 30 და 40 წელი არ გვიშენებიან თუნდაც ჩემის თამადობით ანუ კი რაღაცაები მაქვს საინვესტიციოდ გადადებული და ვყიდულობ მაგრამ მე მაინც არ მინახია არც 80-იანი წლები არც 2000-იანი წლების ქრაში არ ყოფილი ვარ აქ სკოლაში დავდიოდი შესაბამისად მეც უნდა მომეცეს საშუალება რომ ბაზარში შევიდე და ბაზარზე რო შევიდე მჭირდება საკმაოდ ანუ ისეთი ადგილი სადაც ახალი სისხლი წამოვა როდესაც ეს ვარდნა თუ მოეწყო რასაც არის საუბარი ყველაზე ცუდ ვარიანტში დაუშვათ რომ დიდი ხანი გაგრძელდეს საკმაოდ ღრმა კორექციაში გადავიდეთ გლობალურ მეოთხე ტალღაზე ეს იქნება დიდი ხანი პირველ რიგში მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება რომელიღაცა ინსტრუმენტის გაქრობა სავაჭრო ინსტრუმენტის და მე არ მინდა ხა რომელიმე დავასახელო და აუცილებლად მივიღებთ ბიტკოინისნაირ რაღაცას არ აქვს ნიშნა რაღაცას მივიღებთ სისტემაში რომელიც იქნება ახალი ციკლის დასაწყისი 2008-ში იყო ბიტკოინი იქამდე იყო რასელი ანუ ყველა კრიზისი ქმნის რაღაც საშუალებას და ყველა კრიზისიდან გამოსვლა იწყება ახალი სავაჭრო ინსტრუმენტით შექმნის შედეგად საინტერესო პროგრამა ნამდვილად დაიხარე ერთი წუთით წავიკითხო ანუ თუ რამე გვაქვს პორტფელში თუნდაც ნულოვანი პროფიტი ჯობს გავყიდოთ არ მივიღებ ფინანსურ რჩევად გიორგი როგორ გითხრა ჯერ ჩამოვედით იქ სადაც უნდა მოვსულიყო აი აქედან რა მოხდება ეგ არის მინიმუმ სანახავი როგორ გითხრა გაყიდე მეთქი თუ ვამბობ ანუ მე თვითონ გითხარით ზეგან რომ ვართ იმ ადგილში სადაც პირველადი წერტილი იყო დახვედრის მეტი და კონკრეტული პოზიციები გახსნის ახლა მე თუ ხსნი რაღაც პოზიციებს შენ როგორ გითხრა დახურე მეტი იმედი მაქვს მიმიხვდი რას გეუბნები ოღონდ თავარი აქ არის ძაღლის თავი არის დეტალებში დამარხული ეშმაკი დეტალებშია გააჩნია რამდენს აიღებ რა პოზიციას აიღებ რა პროცენტს აიღებ როგორ გაქვს რისკ მენეჯმენტი განაწილებული რა რაოდენობით ინვესტიციას აპირებ მე ხო არ მითქვი ანუ მე არ შევალ ახლა მე თუ მაქვს რაღაცა ქეში ვარ მე ძირითადად გასული ამდენი ხანია ანუ რასიც მოვდივარ შორს თავცოცხლად ბაზარს აღებული მაქვს გაზის ინვესტიციები ასევე აღებული მაქვს ნავთობის ინვესტიციები რაღაც პატარა ინვესტიციები მაქვს ისეთ კომპანიებში რომლებსაც არ ველოდები ქვევით ნამდვილად არ ჩამოვარდნილად თუნდაც ამ ფაზაში ვიწყებ ნელ-ნელა დამცავ სექტორებში გადასვლას და ვაკვირდები მაგას და შესაბამისად ვიცი დივერსიფიკაციაც და პროცენტიც ამიტომ ძალიან რთული ახლა მოკითხვაზე გიპასუხო თუნდაც ნულოვანში თუ გაქვს რას ვიზამდი მე რო ახლა გითხრა მე მეტყვი რომ აი ყველაფერი ზევით წავიდა ეხლა შენი მეორე კითხვა მე რაც დაბლა მოდის ვამატებ და ანუ კარგად ვიცევიო უყურე არ იქცევი კარგად გიორგი რაც არ უნდა დაბლა მოდიოდეს უნდა გქონდეს შენი რისკ მენეჯმენტი გაწერილი სად დაამთავრებ ყიდვას ან გააჩნია რა კომპანიას ყიდულობ ძალიან ბევრი მაგრამ არის ანუ მარტო ის რომ იაფთება და აგროვო რაღაც კონკრეტული კომპანია არ ჯერ ამ კომპანიის უნდა გჯეროდეს იმიტომ რომ შენ იმედს ყიდულობ ერთადერთი როცა ყიდულობ და მეორე როდესაც შენ აგროვებ ამ ვარდნას ხო თუნდაც იმ საინვესტიციო პორტფელსაც კი უნდა გქონდეს თავისი რისკ მენეჯმენტი და სტოპი სამუდამოდ ხო არის ფიქრები ხა აბა Citibank-ის აქციები გახსენდა რა ხდება 2008 წლის მერე შეხედა 16 წელია პოლზე აგდია და ხო ხავს დაბლა ვერ მიდის ვერსად 500-ზე იყო ჩამოვარდა ამიტომ დაუნთავრებელი ისტორია ბაზარზე არ არსებობს როცა იქნება არ ვიცი რამდენად მოვესწრებით მაგრამ
Apple-ის სიკვდილსაც ნახავს ბაზარი, Microsoft-ის გასვლას ბაზრიდანაც და Microsoft-ის ადგილზე რაღაცა ჯმაკიან რაღაცა ახალი სახელი, ახალი ბრენდი იქნება, ახალი ჩანა Intel-ი ხდება, წარმოიქმნა Nvidia, ანუ ბაზარზე ყოველთვის იქნება იგივე, ერთი და იგივე დირიჟორების მიერ ორკესტრირებული. არაფერი განსაკუთრებული არ. ყველა ინვესტიციას თუნდაც მზარდს აქვს თავისი დასახული. ანუ რო გააკეთებ ინვესტიციას, ის სადღაცა უნდა გააყიდო და შეერგო კიდევ, ასე რომ მოგების გემოც გაიგო და დაუშვათ ინვესტიციის აზრიც მიიღო, რატო იყიდე, რატო გაყიდე და მე ამ ფულით რა გააკეთე. მარტო ის რომ ვიყიდო და მე მთელი ცხოვრება ვიყიდო და ბოლოს დახარჯვა ვერ მოვასწრო, რავი, მეც ამაშიც ვერ ვხედავ არასდროს. გისმენთ სხვა შეკითხვებით თუ გაქვთ ვინმეს რაიმე? საჩი აღარ არის არაფერი. არის შეკითხვები, სხვა შეკითხვები უბრალოდ. ესე იგი, რა პლატფორმას დამწყები, ასე ვთქვათ, ტრეიდერებისთვის, ყოველ შემთხვევაში, wannabe ტრეიდერებისთვის, რამე პლატფორმას ხوارდის, შეიძლება რომ ყველაზე მარტივი და ისე რომ რაღაცას ყიდულობენ ხოლმე არის ალბათ Robinhood, ყველაზე მარტივი, როგორც ესეთი. სხვა მე მასეთ მარტივს ვერ ვხედავ. დანარჩენები ახლა პროფესიონალები რაც არის, ისინი რთულია. რთულია როგორც სწავლა უნდა, მომზადება უნდა. შეგიძლიათ გამოიყენოთ TradingView და მიაბათ მას სხვადასხვა ბროკერი და ისე ივაჭროთ. ანუ ინსტრუმენტი ძალიან ადვილია, მარტივია. მე თვითონ ახლა რაც გუნდები მყავს და ვასწავლი, მას მერე დავიწყე TradingView-ს ხმარება, თორე არავის არ მეხმარია. სულ ხმარობდი TradeStation-ს და სხვა ბროკერს. როგორც ესეთი, ანუ იქ თვითონ ბროკერში მუშაობ. ანუ არასდროს არ მიმუშავია, მაგრამ TradingView-ში ახლა ამ ეტაპზე იმიტომ მუშაობ, რომ უბრალოდ სტუდენტებთან სასაუბროდ და ლექციების ჩასატარებლად ჩემთვის მარტივია, ბევრი ინსტრუმენტია, რომ მე ხა ფასის დასადგენად არ მჭირდება ამდენი ინსტრუმენტი, როცა მე ვაჭრობ სხვანაირად. ანუ ცოცხალ მე ვაჭრობ დაახლოებით ესე არც ანთელს არ ვიყურებ, ყველაფერი მაქვს თეთრი და კარგავს გაზიარებული ბაჭი. ხო, არა, ანუ ყველაფერი მაქვს ერთ ფერში. მე ვუყურებ, ვცდილობ წავიკითხო ფასის მოძრაობა და არა რაღაც კონკრეტული ხაზები. რომელიმე არის პორტფოლიოები, სადაც ჩანს სიტყვაზე დიდი ვეილების, ანუ დიდი ტრეიდერების. ერა კრიპტოზია და ანუ მასე რა თქმა უნდა, ეხლა ყველა კაცამეტი ფორმა, ყველასი კვარტალში ერთხელ აბსოლუტურად იცვლება, ყველა ფონდის, ყველა ორგანიზაციის, ყველა private equity, ანუ დიდი ინვესტორები, პრობლემებს სექში აბარებენ თავის ფაინინგს როცა აკეთებენ, ანუ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. მე მას სავაჭრო და სატრეიდო და საინვესტიციო არ ვიყენებ. ეგ ჩემთვის არის გემბლინგი. კი, შემიძლია როგორც ვუყურო და ვნახო, რამდენად ძლიერი ინვესტორია, მაგრამ თუ ვინმე hedge fund-ის მუშაობა არ ესმის, შეცდომაში შეიყვანს. ეხლა ყველა მიცის, რომ Bill Ackman-მა იყიდა 80 მილიონი აქცია, თუ რა მას 80 მილიონის Nike. მაგრამ მარტო იმას არ ნიშნავს, რომ იყიდა და დღეს მინუსია, იმას ფუთე ოპციონებით შორტი აქვს დაჭერილი. და მოსდევს ქვევით. და მე cover-ს გაუკეთებს უბრალოდ, კიდევ უფრო მეც იყიდის. ანუ სტრუქტურულად ორივე მხარე აღებულია. ერთში რაც მინუსი აქვს, მეორეში მოსდევს პლუსით, ან გარდასახად. შესაბამისად, მარტო იმის ცოდნა რა აქვს ნაყიდი მაგალითად ნაყიდი სხვადასხვა ტიპის ინვესტორებს, რაღაც რჩევას მოგცემს, რაღაცა შეხედულებას გაგიზიარებს, მაგრამ მე დიდი ხანია მაგას არ ვიყიდე. ასე კი. შეკითხვები თუ აღარა გვაქვს, მაშინ აღარ მოგაცდენთ და ეს დავასრულებ. მგონი აღარა გვაქვს არაფერი, ყველას დიდი მადლობა. შევეცადე მაქსიმალურად მარტივიანით გადმომეცა მდგომარეობა. თუ იქნება შეკითხვები, შეგიძლიათ მომწეროთ, მე არ მეზარება კიდე გავაკეთებ. ძალიან ბევრის ლაპარაკი შეიძლება ტარიფებზე. ძალიან ბევრი არის სასაუბრო სხვადასხვა სექტორზე, რა იქნება ხის მასალასთან დაკავშირებით, ტარიფები სრულად რა მუშავდება. მაგალითად, Costco-ში paper towel $5 მოიმატებს და ამის გადახდა ჩვენ ამერიკულ consumer-ს მოუწევს. ანუ ეს ყველაფერი მოხდება და გაივლის ჩვენ კისერზე. შაშვალოდ $1400, $1200 $1400 გაძვირდება ჩვენი ცხოვრება.
მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ შედეგზე გავა ჩვენ ხმას ეხლა მის წინააღმდეგ აზრი არ აქვს. პრეზიდენტს ვერ გადავატრიალებთ ნამდვილად, ასებულ სიტუაციას უნდა მივყვეთ ცოცხალში ის რაც არის. დანარჩენი ძალიან ბევრი რამის ლაპარაკი შეიძლება ტარიფებზე, თუ მცირე ინფორმაციას მივიღებთ და ვიტყვით შეიძლება манипуляციაც იყოს და კუნთების ჩვენება მსოფლიოსთვის, მით უმეტეს ბაიდენის შემდგომ, მაგრამ ვნახოთ რა შესაძლებლობები იქნება. ასევე არსებობს და დადის მორალური მოსაზრება იმის, რომ თუ ტარიფებით აღმოფხრის დეფიციტს, ის რაც აქვს და წარმოქმნის დაახლოებით 1.8 ტრილიონს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საუბარი მიდის მომავალში Federal Income Tax-ის გაუქმებაზე. ანუ შეიძლება რაღაც მომენტში ცხოვრება გაგვიზრდეს, მაგრამ ამ გაძვირებულმა ცხოვრებამ მოგვიხსნას მეორე საგადასახადო საშუალება და ეს მოგცემს საშუალებას აღარ ვმალოთ ხოლმე და წარმოვადგინოთ ჩვენი გადასახადები, ნაკლების გადახდა მოგვიწევს, მაგრამ რადგან მეტ შემოსავალს ვანახებთ, ჩვენი მყიდველუნარიანობა გაიზრდება, ანუ მორგიჯის აღება იქნება თუ კრედიტის აღება იქნება, მარტივი იქნება. თუნდაც დღეს ახლა ვიღაცასთან რო წახვიდე და გადასახადების ტაქსების გაკეთება გინდოდეს, არავინ არ გეტყვის, ყველა შეიძლება გითხრას, რომ მოდი ჩემთან, რაც შეიძლება ნაკლებს გადაგახდაენებ. ეს არის პირდაპირ დარტყმა, ანუ ვინც აქ ცხოვრებას აპირებთ, ეს თქვენ უბრალოდ თუ იმ წელს ტაქსებს გადაიხდით ცოტას, მერე უბრალოდ ეს საიღებთ, კრედიტს აიღებთ, რაც გამოიყვანთ, მანქანას გამოიყვანთ, თუ მორგიჯს აიღებთ, იქ გადაიხდით პროცენტად იმას, რაც იქ დაზოგეთ. ეს უბრალოდ ამას ბუღალტერი არ მოგიყვება თვითონ, ახლა მაგ ბუღალტრების ნახევარმა თვითონ არის ბუღალტერია რა არის და ტაქსები რა არის, ანუ ადამიანმა უნდა გითხრათ ისიც, რაც არის მეორე მხარე. ტაქსებს თუ გადაიხდი, შემოსავალი გაქვს, ყველაფერი ოფიციალურად გაქვს, მერე რო შეხვალ და მანქანის გამოყანა გვინდა 17% კი არ გექნება, გექნება 12. ანუ მერე დაზოგავ ამ თანხას, თუ მისდევ კანონიერად ყველაფერს. ახლა თუ ვიღაცა ერთ წელს საქართველოს წასვლას აპირებს, რა თქმა უნდა, ხა მას არ უნდა გადახდა და დიდად ახლა მეც მესმის, რომ ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს და საერთოდ ვერ იგებს ჯერ გადასახადი რატომ უნდა გადაიხადოს. მაგრამ ქვეყანა და ამერიკა დგას გადასახადებზე. შესაბამისად, მე და ყოველთვის ორი მხარე აქვს, გააჩნია ვინ როგორ გამოიყენებს. ტარიფებზე მეორე კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება, ასე თუ ისე ხა ჩემი მაყურებელი მიეჩვია ჩემი საუბრის მანერას, მე უბრალოდ შევეცადე დღეს მაქსიმალურად მარტივად ამეხსნა არსებული მდგომარეობა. მანქანებზე მგონია რომ იქნება პირველადი ეფექტი ფასის ზრდის, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მყიდველი არ იქნება, დიდ კომპანიებს მოუწევთ რაღაც დონეზე მაინც შემდგომ ფასების შემცირება, ოღონდ ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ. ასევე სხვადასხვა ტიპის მიმართულებებზე ყველა შეიძლება ხელი მოითმოს ახლა ამ დამატებითი შემოსავლებით. ანუ ვისაც ახლა შემოტანილი აქვს პროდუქცია და ტარიფები ამუშავდება, რო გაძვირდება, არავინ არ გაყიდის იაფაში, ყველა შეიძლება უფრო ძვირად გაყიდოს, რომ მეტი მოგება ნახოს. ნუ ადამიანის ფსიქოლოგია თავარია ახლა როგორ გაგრძელდება მომენტი. ანუ ამან შეიძლება გადაგვიყვანოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშვე სიტუაციაში, ეს არის დიფლაცია და ყველაზე უარესი სტაგფლაცია. თუ მივედი სტაგფლაციაში, საკმაოდ დიდი გლობალური კრიზისი იქნება, რომელსაც ამერიკიდან დაიწყება და ავტომატურად დომინოს ეფექტით გავრცელდება მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკა არის უბრალოდ იმ რესურსების ქვეყანა ტექნოლოგიურადაც და დოლარიდან მომით, რომ თავის გზაზე ის ჩაიყოლებს ყველას და ყველაფერს. ჩვენ თუ გვექნება 5%-იანი ინფლაცია, იქ იქნება 12-15%-იანი ინფლაცია. ამიტომ არის რომ თუნდაც ჩინეთი და თუნდაც ბრიქსის გაერთიანება ჯერჯერობით მის ჰეგემონიას ვერ ცვლის და ვერ აკეთებს, მაგრამ ნუ ყველანაირი მეთოდებით ცილდება. ასე რომ დაახლოებით აი ესეთი სიტუაცია. ეხლა ყველას კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. იმედი მაქვს, საინტერესო იყო, თუ შენიშვნები გექნება, თუ კითხვები გექნება, შეგიძლიათ მომწეროთ, ან მე, ან ჩვენი გუნდის და ჯგუფის წევრებს და ყველას წარმატებას გისურვებთ და წარმატებულ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა დიდი. მადლობა ბატონო. მადლობა ბაჩა. მადლობა.